აი, მორიგი პოდკასტი, რიგით 42, არაფერი 42-ზე არ მახსენდება, სანამ 45-ზე ავოთ, მე ვჭიმაქ რომ არაფერი არ გამახსენდება და 45-ზე MJ-ის ლეგენდარული 45, რომელიც ეცვა სულ რამოდენიმეჯერ, როცა ჩიკაგო ბულში იყო. დღეს ძალიან კარგი სტუმარი იყო, საინტერესო სტუმარი იყო. სხვათა შორის გიგა კვენეტაძე, როცა აქ ყავდა სტუმრად, ჩვენი გიგუნა, იმან თქვა, რომ მოიყვანეთ ძმაო ეს კაციო და ეს კაცი კიდე არის დიმანე ბიერიძე, რომელიც გახლავთ საქართველოს ნაკრების მედია მენეჯერი, ხო? სოცმედია მენეჯერი და ნუ ბევრისთვის ნაცნობია ძალიან, ხა YouTube-ზეც გეცოდინებათ ბევრს. შენი რამოდენიმე ის ნახე, რა ქვია, იქ ინტერვიუ რამე ბეთლი ქონდა ერთი ანდროსთან რო იყავით ხელმოწერთან. ექიმთან ერთად, ის ექიმიც ძალიან მიხარია, რომ ანუ მოედნის იქით მყოფი ადამიანების ჰაიპიც რომ მიდის ხოლმე, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრების წარმატება მე ამას ხშირად ვამბობდი, არ გადის მხოლოდ ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა. თავარი დატვირთვა მათზე და მწნელზეა, მაგრამ წარმატების შემოქმედი ყოველთვის ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც არ ჩანან ხოლმე, ან ჩანან ნაწილობრივ, ან მოედანზე არ არიან უბრალოდ, ასე რომ მოკლედ მიხარია, მეც ყოფილი ფეხბურთელი ვარ და კი, ვიცი, მოგესალმებით მეც. მიხარია ყოფნა. ზოგადად ძალიან მიყვარს პოდკასტების მოსვენა და შენ პოდკასტებსაც სულ უსმენ. ძალიან საინტერესოა და რავი მიხარია ხარ რომ მეც აქ ვარ და იმედია საინტერესო საუბარი გამოგვივა და მოიწვნებათ მსმენელებსაც. კი და მეც უცნაური განცდა მაქვს ხოლმე, როდესაც საუბარი მაქვს გინდა კამერებთან, გინდა კამერების გარეშე ადამიანთან, რომელიც ახლო არის ფეხბურთთან, გასახდელთან, სიტუაციასთან, წვნელთან, ასე ვთქვათ, და ზოგადად იქაურ ატმოსფეროსთან, იმიტომ რომ მე თვითონაც რო ყოფილი ფეხბურთელი ვარ, ძალიან მენატრება ის პერიოდი და მაგ გაორებული გრძნობა ხოლმე რა, ერთის მხრივ ძალიან მენატრება და მიხარია, მაგრამ მეორეს მხრივ როცა მახსენდება რომ ეგ ჩემ ცხოვრებაში უკვე დიდი ხანი აღარ არის, ცოტა სევდად შემომაწვება ხოლმე, იმიტომ რომ მე რო ფეხბურთს რო მორჩი და რო შევეშვი რა მაგის მერე არ მქონდა ნათამაშები 15 წელი. იმ 15 წლის მერე ერთხელ თუ ორჯერ ვითამაშე და მერე გავედი YouTube ლიგაზე. და ნუ იქაური ზედახორა კიდე ცალკე ამბავია და მივხვდი რომ მე თქვი ადრე რაც ანუ აი რომ ნახე სულ მაგას ვამბობდი რომ ჩემი სხეული მახსოვდა რასაკეთებდა ადრე. და მერე რომ საერთოდ აღარ თამაშობ და გავუწყლებ ანუ აკეთებ ისეთ რამეს რაც ადრე შეგეძლო და უცებ აღმოჩენაში ხარ რომ ვეღარ ეწევი ბურთს რა ანუ მაკრატელოს ვერ უტყავ წინ ვერ გაიგდე თან ხა მინი ფეხბურთი არასდროს არ მეყვარდა მე ყოველთვის დიდი ფეხბურთი მეყვარდა მინი კიდე ცალკე ამბავი მგონია და სპორტი მოდი ჩვენი საუბარი დავიწყოთ მე წინ ბევრი საინტერესო თემა გველოდება პირველი რაზეც მინდა რომ ვისაუბროთ ეგეთი სტერეოტიპი არსებობს რაღაცნაირი რომ აი ნახე ყველა სპორტს აქვს თავის სტერეოტიპები ხო ხა ფრენბურთელი გოგოები ვიცით ვთქვათ რაღაცა რო აი ყველაზე ლამაზები არიან ეგეთი აზრი მოსირებდა ვიღაცები ჩოგბურთელები თავისი სტერეოტიპები არსებობს ხო მაგალითად რა კიდე კალათბურთში მაგალითად ის არის რომ NBA და ტიპები უფრო რაღაცა ჰიპ-ჰოპთან ასოცირებული კულტურა NBA და მორაგბეებზე ნუ ყველაზე ღირსეულები და შემდეგ ეს ჩახუტება მოწინააღმდეგე ხარ მაგრამ თავისი კოდექსები სამურაის მოკლედ რა და ფეხბურთთან დაკავშირებით იყო ყოველთვის ეგეთი რამე რომ აი ყველაზე რაღაცნაირად ცოტა რამდენადაც უყვარს ხალხს, იმდენადაც არსებობდა რაღაც აზრი, რომ ცოტა აი რაღაცაცნაირი არ უნდა ისწავლოს ფეხბურთელმა. ხო, რა რომ აი გაუნათლებელი სასტავი და დიდი ფული ჩაუვარდათ ხელში ტიპებს, რომლებსაც ორი წიგნი არ აქვს წაკითხული და ნუ ბევრი ეგეთი აზრი მუსირებდა რა. რა თქმა უნდა, მე ეგეთი кейსებიც მინახავს, მაგრამ მინახავს ისეთი кейსებიც, რომლებიც მარტო დავით ყიფიანი რა დღის მაგათ, ხო და მე კიდე იყვნენ ჩემთან. გუნჩიც ტიპები, რომლებთანაც ძალიან საინტერესო საუბრები მქონა ხომ. შენი დამოკიდებულება ამ სტერეოტიპთან დაკავშირებით. ჩემი დამოკიდებულება, რომელიც შემილია უშუალოდ ჩემი ნანახი ფაქტებით და მაგალითებით გავამყარო, ჯერ პირველ რიგში დავიწყებ, რომ იმდენად დიდ ინტელექტს საჭიროებს ფეხბურთი და ფეხბურთის კარგად თამაში იმდენად გადის გონებრივ ზღვრებზე და შესაძლებლობებზე, ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია კარგად მოთამაშე უინტელექტო ფეხბურთელი. ინტელექტში არ გულისხმობ მაინდა მაინც ყველა ქვეყნის დედაქალაქის და დროშის და რაღაცა იმის ძიუმას კითხვას და რაღაც ციგნებში გათენებას, მაგრამ ზოგადად ის რომ ინტელექტი, საფეხბურთო ინტელექტს გარდა მოედნის გარეთ ინტელექტი, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ფეხბურთელის ყოველდღიურ ზრდაში, როგორც ადამიანად, პიროვნებად, ინდივიდად ჩამოყალიბებაში, მგონია, რომ ამ წამს, მაგალითად, ამ ფორმაციის რანაკრებიც გვაქვს სახეზე, ჩანს, რომ ეს ბიჭები მოედნის გარეთაც ისე როგორც თამაშობენ, ისეთები არიან გარეთაც რა. ძალიან საინტერესო ერთი ფაქტი გამახსენდა, 2 წლის წინ იყო, მგონი, თამაში ჰქონდა
მგონი ესპანეთში ვქონდა თამაში და ჩემი საყვარელი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი არის ალბერ კამიუ რა ძალიან მიყვარს კამიუ ძალიან ყოფილა რომ რამდენჯერმე წამიკითხოს ერთ და იგივე უცხო მაგალითად არის 7ჯერ 8ჯერ წავიკითხო შეიძლება ხვალ კიდე დავიწყო და წავიკითხო იმედად მას სეონებას ვიღებ პროცესისგან რა თან კამიუ ძალიან ახლოს არის ფეხბურთთან რა იმიტომ რომ კამიუ თვითონ ფეხბურთელი იყო ფეხბურთს თამაშობდა საკმაოდ ძალიან იყო ჩართული კი 17-18 წლამდე თამაშობდა სანამ ერთ ტუბერკულოზს რაღაც დაუდაშვრა და მაგის გამო მოუწია უბრალოდ თავის დანებება თორე შეიძლება და ალჟირიდან ალბერ კამიუს ცოდნოდა დღეს როგორც ფეხბურთელი ალბათ საფრანგეთის ნაკრებში მერე ტრანსფორმირებული როგორც მერე თვითონ თავისი წელის კარიერის გაგრძელება მოვიდა და კამიუ ძალიან მჭიდროდ იყო ფეხბურთთან ჩართული რა და რაღაც თავის ნაწერებში სხვადასხვა რაღაც ნარკვევებში ისიც არის ნათქვამი რომ თეატრი და ეგეთი რაღაც აქვს ნათქვამი რომ თეატრი და ფეხბურთიო დაახლოებით ერთ სიძლიერეზე მიყვარს ამიტომ რომ გონიაო რომ ორივეო ვერ განვასხვავებ რა ორივე იმდენად დიდი ემოციის და რაღაც დაბეჭდილებების მომტანია ჩემთვის რომ ძალიან ძლიერ მიყვარს და ვკითხულობდი კამიუს უცხოს რა მე ეგ ფოტოც გავრცელდა ინტერნეტში ავტობუსით მივდივართ აეროპორტში და ჩაკვე მეჯ და გვერდით რა რას კითხულობ რა დაინტერესდა მკითხა მეთქი ეს ნაწარმოებია თქო რა მათხოვეო რა გზაში წავიკითხაო წავიღებო მივეცი წიგნი რა თქმა უნდა ისე მოხდა რომ ფრენის დროს მოკლე ფრენა იყო ვერ მოასწრო წაკითხო თან ის უთხარი მეთქი რაღაცა სწრაფად და ისე არ იკითხო ძალიან ჩქარა ჩაუფიქრდი ყველა სიტყვას ყველა ასს და მე დავილაპარაკოთ რო ჩაფრინები რა აზრი დაგჭა რა შეკითხვები გაგიჩნდა და აი არ ვიცი ჩასული არ იყო ალბათ ლონდონში და სახლში არ იყო მისული მირეკავს დროზე მიპასუხეო მალე მიპასუხეო ეს რატო ქნაო ის რატო გააკეთაო იქ ის რა იგულისხმებოდაო რა უნდაო საბოლოოდ და მთელი 1 საათი ვილაპარაკობდით WhatsApp-ში და მე ვეუბნები თან რომ მეთქი ხა მე შე რაღაცას რომ მეკითხები და მე რო აქედან გაწვდი მეთქი ეს არის ჩემი თვალით დანახული რაც მოხდა მან და როგორი ტიპიც იყო მეთქი ეს თავარი მოქმედებები მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე რაღაც ჭეშმარიტებას გეუბნები მე გონია მეთქი ამ კაცის თავარი მუღამი კამიუსი რომ ყველა წამკითხულს შეუძლია სხვადასხვა იდეა დაინახოს და შენ როგორ შეხედა მეთქი შენ მითხარი მე ესე აზრები გავცვალეთ ერთმანეთში მე ამ კამიუს და ჩაკვეს ნათლობიდან გასულია რაღაც რამდენიმე კვირა და ლაშა ჯაკობია ყოფილი ფეხბურთელი ლაშა არის აგენტი ჩაკვესი კი და ლაშა მირეკავს რომ ისო რა ქვიაო ეხლა თბილისში ვარ მივდივარ ხვალ ლონდონში არ ვიციო შენ თქვენ ერთმანეთს რა უკანით ეს რით გააგიჟეო მითხრაო რომ დიმას დაურეკო შენ ნომერი მომცაო და ახალ წიგნებს გამოგატანსო რა ჩემთან წავედი უყიდა წიგნები აურჩიე ლიტერატურა მივეცი ჩაკობას წავუყო ჩაკობამ ჩაუტანა და ჩამოვიდა მეუბნებოდა რომ არ ვიციო აქამდე ვიცოდი რომ ვარჯიშობდა და ფეხბურთი უყვარდა სულ და მოდიოდაო და ან სერიალს უყურებდა ან რაღაცას ვხდიდა თან მინახავსო რომ სულ კითხვაში ყოფილიყო და ეხლა წიგნებს მაბარებსო და რაღაცა იმ ვიღაცებს დისკუსიებაო და წიგნით დადისო ვარჯიშამდეო და ძალიან გამიხარდაო და ესე არიან სხვა ბიჭებიც რა შენ კითხავს რომ ძალიან არ გავცდე წლების განმავლობაში არ ვიცი ეგეც სხვა სტერეოტიპი იყო რაღაც ფეხბურთელმა უეჭველი ჯოკერი უნდა ითამაშოს სიტყვაზე რაღაცა ის არ ვიცი სეკარი თუ რა იყო ადრე რაღაც უბედურებები ეხა ნაკრებში არ ვიცი ჩემი მოვალეობების გარდა ერთი ის არის რომ რაღაცა რასადროდის კითხვები გამოვართვა გიორგი მოსიძეს შეკრების დაწყებამდე საერთოდ წინა ერთა ლიგა რომელიც მოვიგეთ ანუ ლუქსემბურგ საბერძნეთამდე რაც მოვიგეთ იმის წინ გიბრალტარი ყავდა ერთ ჯგუფში და ბოლო თამაში იყო ჯგუფის და ეგეთი სიურპრიზი გაუკეთეთ ნაკრებს გიორგი მოსიძე წავიყვანეთ გიბრალტარში ჩვენთან ერთად ოღონდ ისე გავაკეთეთ რასადროზე მოკლედ უყურებენ და კი ძალიან უყურებენ ძალიან ჩართულები არიან საერთოდ კოვიდის ეპოქა როცა იყო ის ავაცახსენებელი დრო ონლაინში ვიყავით სულ ჩართული და მე ვიყავი ხოლმე ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ რასადროდის რა და ესე ფეხბურთელები ანუ ერთი გუნდი ვიყავით და ვეთამაშებოდით სტუმარს რა და უგეგმეთ ეგეთი ფორმატი რა და მე ვცდილობდი ხოლმე რომ ყოველდღიურად ყოველ საღამოს მომეყვანა ახალი და ახალი სტუმარი რა დავიწყე თქვა ოღონ არ იცოდნენ ფეხბურთელებმა რა ზუმში ვიღაცაცებს შემოვიდა და კოლში და იწყებოდა იქიდან რა თავიდან დავიწყე გიორგი მოსიძით ნუ გაგიჟდნენ ხმა და მოაზროვნეებო და ხო იყო სწორი პასუხი ერთი სული ქონდა რომელი კითხავდა პირველი რომ ბატონო წამყვანო თუ გაიჟღერა სწორმა ვერსიამ და ისიც იქედან და მე მეორე დღეს გიორგი ბაქრაძეს ვთხოვე დავით რაფავას უყავდა რა სულ ესე ვცდილობდა რაღაც საინტერესო ესეთი შენამდე რატო ვერ მოვედი მაშინ არ მოხსოვს მაგრამ მაგალითად მე ბოლოს უკვე იმდენად ძალიან გაგრძელდა ეს პირად მე რო გადავედი ცნობაც ახეებს რა მე ვიღაცა თქვა რაღაცა ლექსენი მოდი ლექსენი შემოვიდეს და მე დაურეკე ლექსენს რომში და ლექსენი ფიქრობს რომ უეჭველი ეგეთ შეიძლება დამჭირო რომ ხო არ მტროლავს ეხლა რა ინტელექტ კლუბი და რასადროდის და შემოდი და კითხვა დაგვიში და შემოვიდა ლექსენი ამ კოლში და ჩვენ უკვე თამასა ისე მაღლა გქონდა წეული რომ გიორგი მოსიძე პირველად რო შემოვიყვანეთ რა კითხვების დაგვისვა
ანუ რაღა 6 თნოლი მოაზროვნეების უპირობოდ. პირველი კითხვა იყო ადამიანელი რა ცხოველი ყავდა კომბლეს. არა, საკმაოდ რთული კითხვა. ხო და მაგას ვამბობ, ანუ პირველი მაგით დაიწყო და მე მიხვდა რომ სხვა ლიგაშია. ადამიანელი პასუხები და რაღაც და მე აი მაიცავ რაღაც ფლეშკა ამოვიტანო მანქანიდან და რაღაცებს ვეუბნებოდა და ლექსოს რო უთხარი ლექსოს რომ მეთქი ესე ინტელექტ კლუბი გვაქვს რაღაც და შემოხვიდა გაგვისწორდება ჩვენ ვართ მარტო არაფერი და ეგეთი შეკითხვა დაგუსვა და ასახელეთ ხილიო რომელმაც შეცვალა კაცობრიობის ცხოვრებაო და ნუ ვაშლი ხო რაღაცა მე მივიწეხლე მანდ რომ ესეთი ეგეთი კითხვები არ გვინდა ცოტა რთულები გვინდაო და ისე მესქენი რთული გააკეთეო რა დღეს ეხა უკვე ეს რასადროდის გარდა სულ აი რა ვიცი როცა თავისუფალი დრო როცა მივფრინავთ ხოლმე სადმე რა რაც მე ამ ჩემს სამუშაო პროცესში ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭავს ბიჭებთან ესე უშუალო ურთიერთობა და არა სამუშაო პროცესში რაღაც თემების განხილვა რაღაცაზე ლაპარაკი აი ხ მაგალითად ბოლო იმას შემდგომი გუნდის ფსიქოლოგიც ჩიტები რაღაც პონჩია მე მგონია რომ მაგ ისეთი ურთიერთობა ბიჭებთან რაც მაგ ბედნიერება იმის და კომფორტი რომ შემიძლია რა ვიღაცას ჩემი აზრი უთხრა და იმისთვის იყოს მნიშვნელოვანი იგივენაირად შემიძლია იმისგან მოვისმინო მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა იყოს მაგრამ მაინც ისეა რომ ყველა ტოლები გამოვდივართ რა შენ რამდენი წლის ხარ მე 31 წლის გავხდი ეხლა 5 თებერვალს მე კრისტიანო რონალდო ნეიმარი ფეხბურთი ვერ ვითამაშე, მაგრამ ფეხბურთი არ ჩართი, კი მერწყული. კრისტიანოც მერწყულია, თუ ჯორდანის მერწყული. სანამ იმაზე გადავალთ პიუპიზე საუბარში, რაღაც ტახა ვახსენეთ რაღაცაზე თვითფრინავში მიფრინავდით და ვიღაცა მიკითხა რომ 9-11-ო რატო ქვიაო რა და მეთქი 11 სექტემბერს დაიბადა თქო რა და იმიტომ მე 9-11 რა. ხო და 9-11 ისე მეთქი ეს ტერაქტი და ამერიკაში რაც მოხდა რაღაც თქო და ვლაპარაკობთ ბიჭები ერთმანეთში რა. ხო და გამახსენდა რაღაც დამი ფლეშბექა რომ პირველ კლასში ვიყავი. და მოვედი სკოლაში 2001 არის ხო 2001 წელს ხო 2001 იყო სკოლიდან მოვედი პირველ კლასში ვიყავი და ჩანთა რომ დავდე ახ ტელევიზორი მახსოვს ჩართული და ზუსტად ახ შუა დღეს იყო თან იქ კადრები ხედავ რომ ეს შენობა ესე ქვემოთ ჩამოდის რა და ამათ უყვები ხე ემოციით ყვარას ჩაყვეს უკა მამარდა ერთად ვივართ რომ მეთქი ესე თქვენ ვისად იყავით თქო რა როგორ გახსოვთ თქო და ყველას დააირო რა ყველა ჩაფიქრთა რა ჯო არ მახსოვს რაღაცა აქეთი და მე გავარკვევით რომ ამარდა იყო რა 8 თვის ყვარა იყო 1 წლის ზუკა რაღაცა იმ შეთა არ იყო დაბადებული რა ჩაკვე და მან მქონდა პირველი ისა რა ქვია ჩემ თავთან რომ მეთქი ჩაჩავაში სამშობიარო მეთქი ამათთან მე დიდი ვარ მაგრამ მართლა ისეთი გარემოა შიგნით და ისეთი ჯანსაღი გარემოა ყოფილა ჩემი მაგალითად რაღაც პირადული რაღაც პრობლემა მქონია რა გაუგია ვინმეს ისე რომ მე არც მithქვამს და ერთხელ და ორჯერ კი არა სისტემატურად აურეგავს მოუკითხი ვარ რაღაც ხო არ მჭირდება არ მჭირდება მithქვამს და მაინც რაღაც ყოფილა იმეთგან ნაბიჯ და ეს ძალიან სასიამოვნოა რა იმიტომ რომ ესეთი ურთიერთობა როცა არის და ეს მარტო ჩემზეც არ ვრცელდება ხა რაც ახსენე შენ ხო იქ უკან ბექი რო დავარქვა თან რაღაც კულისები ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს დაწყებილი ექიმები და ფიზიო მასაჟისტი იცი შენ ამ ხელა შრომა სტეპს ყველა თითოეული მათგანი და ვილი სულ ამას ამბობს და ყველაზე დიდი კომფორტი მასთან მუშაობის ეს არის რომ ყველა ადამიანზე ნაწილდება ეს წარმატება აქ არ არის მარტო და ეს სისტემა აწყობილი რომ კი ბოლო ბურთს ფეხს ის ურტყავს და კარში შედის ან მაგეთ მამარდა იღებს რაც ევროპაზე გააკეთა მაგრამ რაღაც აქეთ რო იყოს არეული ამ მექანიზმში რაღაც პატარა რგოლით შეიძლება ისე ამოვარდნოთ მე ესე დომინოს პრინციპით ყველაფერს გაყვეს აისახოს შედეგებზე და ამიტომ ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ რომ უკვე აგერ 7 წელია ამ გუნდის და ოჯახის წევრი ვარ და ყველა ადამიანთან შეკრების დაწყება მიხარია ხოლმე ავადმყოფურად იმიტომ რომ აი რა ვიცი რომ რო შემოიხედა შეიძლება ერთმანეთი ხო ნახოთ მივედი შეკრებას და მე იმავე დღეს რაღაც თერეფანში რამდენჯერ შეხვდები ლიფტთან უბრალოდ მიხვედი ადამიანს ჩაეხუტო რაღაცა აკოცო ხელი გადახვიო ფეხბურთელმა ექიმმა ფიზიოს ნებისმიერ ქით მენეჯერებს რომლებიც ასე ძალიან დიდ სამუშაოს წევენ ფოტოგრაფს მედია მენეჯერს კამერამენს მძღოლიც რომელიც ძალიან საყვარელი ადამიანი ყავს მოგლეთ მგონია რომ ეს ადამიანური ურთიერთობები მე განაპირობებს იმ ზოგადად გარემოს რაც იქნება ნაკრებში და მე გადადის ეს ყველაფერი შედეგებზე და ძალიან სასიამოვნო გარემოა და ზუსტად მგონია რომ ამ ბიჭების ქცევის ერთ-ერთი მამოტივირებელი შიგნიდან არის ინტელექტი რაც მგონია რომ მათ აქვთ რაღაც ქვიზებს თამაშობდით ხოლმე ეს კახუტი და რაღაც ეს ონლაინ ქვიზები სადაც წარმოუდგენელია რომ ნიკა კვეკვესკის რამეში მოუგო მაგალითად ეხლა მქონდა ბოლოს რაღაც დროშების ქვიზი ვითამაშეთ ბოლო რაც იყო და აი ძალიან ახლოს მივიდიოდით მე და კვეკვე რა
და ეგეთი განცდა მქონდა რომ ვერ მოუგებდი რა მაინც ერთი პერიოდი რაღაც მონაკვეთი გადავასწარი ქულებით რაღაც 7-8 დროშა იყო და ჩენი მაგრამ ეგეთი განცდა მქონდა რომ მაინც ვერ მოუგებდი რა იმიტომ რომ ყოე მაგალითად არის ესეთი გამორჩეული მაგ ხრივ ინტელექტის მიმართულებით რომ ძალიან ბევრი შეიძლება ეს უბრალოდ ლაპარაკში საუბარში მისგან მიიღო და იგივე ბიჭებიც რა ვიცი ჩაკვეზე რაც მოუყევი მამარ და კვარა ჟუკა ნებისმიერი მათგანი ბუდუც ყოფილა რომ მე სიაუნება მიმიღია იმ მომენტში რომ რაღაც თემები რომ დაგვიძრავს გვილაპარაკია რაღაც მათი პოზიცია უმისმენია უცებ რაღაც თავში ჩაფიქრებლა რომ ვა ნახე რაღაცა თუმე ისე არა ესე ყოფილა ერთმანეთს გაგვიცვლია ყოფილა ის მიუღებლობაზე ვაკ ერთმანეთთან რომ რაღაც უკითხავს სიტყვაზე კაშოს კაპიტანი ამხელა ფიგურა ნაკრებში რაღაცაზე უკითხავს შენთვის აზრი და გითქვამს შენ აზრი და გაუაზრებია რომ სწორს ამბობ რაღაცა სწორ პოზიციას აფიქსირებ დაგთანხმებია რა და ანუ არ არის იქ რაღაც იერარქიული რაღაცა ისინი რომ ვიღაცა ზემოდან იხედება ან ვიღაც ქვემოდან იხედება ყველა ესე რაღაცა მართლა ოჯახის პრინციპით და ამის გამსაზღვრელი მგონია ინტელექტი რა მაინც მაგაზე მივიდივარ ახლა თუნდაც თამაში რაც ნახეთ სომხეთთან და რაღაც რა ვიცი ხარ ვიცი ამ პოდკასტს შეიძლება ნახოს ვინმე სომხ ხან ჩვენთან ცხოვრება პირადად მინდა მოუხადო ბოდიში ყველა ამ ადამიანს ვიც რაღაც ვინმე შეურაცხყოფა მიეყენა იმიტომ რომ ვიყავით სომხეთში ჩავედით ეგეც რაღაცა ეს არ მისმოდა არასდროს ეს რაღაც ქსენოფობიუ ჩემში არ ზის ეს რა ხო ეს რაღაც ავადმყოფობა მგონია რა რომ რაღაც ერზე ან რაღაც საერთო იმაში გამოყვანა პრიზმაში რომ რაღაც სომხები ისინი ესენი იყო იქ რაღაც ვიდეოები კიდე ჩვენგან ცოტა იუმორით ხო არა ალბათ რასაც კი მე უბრალოდ მე რაც გამოვცად პირველად ვიყავი სომხეთში აზრს არ ყოფილვარ უთბილესი ხალხი ძალიან კარგი დამოკიდებულებით ყველა ნაბიჯზე სადაც რაიმე კონტაქტი მქონდა ვინმესთან სტადიონზე ჩავედით ქართულად დაგვახვედრეს წარწერა კეთილი ყოს თქვენი მოგზანება იქ ეკრანზე გასული ძალიან ისე მოწიწრებით თავაზიანობით და სიყვარულით რომ რაღაც მეზობლები ვართ ძმები ვართ ახლოერები ვართ და რავი მოუგეთ 3-0 იქ და იქ ჩვენი გულშემატკივრიც რამდენი იყო ვინმეს არავის აქეთ აგრესია და რაღაც არ ყოფილა პირიქით გვილოცავდნენ ტაში დაგვიკრეს და თუ რამე ცუნცამობდნენ თავის ფეხბურთელებს ეუბნებოდნენ და თავისებს ლანძღავდნენ რა და ისის სრული უფლებაც სრული უფლებაც აქვს აქ ახლა რაც როგორც დამთავრდა ეს თამაში რა ვიცი 6-1 იგებ 9-1 იგებ ორ თამაში ისე ამოვნერ არის ვისაც მიხვედი სტადიონზე მოდი რა მოხდა მაგაზე ვისაუბროთ სანამ გადავლოთ სხვა თემებზე რაღაც როგორც გავრცელდა ინტერნეტს რაც დაიდო სექტორი რაც იყო სტუმართა სექტორი სომხების რაღაც შეძახილი იყო რომელიც რაღაც ვერბალურად რა თქმა უნდა ვერ გაიგებდი რა სიძახდნენ მაგრამ ჟღერადობა რაც ქონდა იყო ისე რომ თითქოს რაღაც შეურაცხყოფას იძახდნენ ქართულად ნუ დედა შევეცი ხო რაღაცას იძახდნენ ქართულად რა ეგრე მოეჩვენათ ხალხს რა ვიღაც ნაწილს რა სამდრეში მე გაირკვა რომ ესენი თავის რაღაც ფედერაციის თუ ქვეყნის თუ რაღაცის თავის პროცესებში იყვნენ ჩართულები და აპროტესტებდნენ ასევე რისი უფლებაც რა თქმა უნდა ყველა მოქალაქეს კონსტიტუციურად აგრო პროტესტოს რაც უნდა და ეს რაღაც გაუგებრობაში და აქეთ მიიღეს შეურაცხყოფა რაც თურმე არ ყოფილა რეალურად შეურაცხყოფელი იმიტომ რომ სხვა რაღაცას ამბობდნენ რაღაც გაუგებრობა იყო მოკლედ რომელიც ესე გადაიზარდა არ ვიცი ეხ კაი საბერძნეთთან როგორც შემოიწრა სტადიონზე ხალხი ღმერთმა ეგერ პირჯვარს გადავიწერ აგერ სოფლიოზე გავსულიყავით და კიდე ისე შემოსულიყვანი არავინ არაფერს არ იტყვის ეგ ბედნიერების მომნიჭებელი და რაც იმ დღეს განვიცადეთ ხა ჩვენ სოფლიო ფეხბურთის არქივი ნახავს ხალხმა რამდენი შევარდნები არსებობს მიზეზად ხო ეგ მიღებული აბსოლუტურად ეგეთი მოვლენისთვის მაგრამ ეს თამაში რავი დაძაბულობაც ისეთი არ იყო 9-1 ვიგებდით რომ რაღაცა აი და გადავხვდეთ და შევარდეთ და მართლა არ მინახავს ეგ რავი ბავშვი ხა ფეხბურთის პირიქით მიხარია რომ ხედავ და ესეთი ჩართულები არიან მაგრამ მე ხა იქ გუში ბავშვები ვნახე არ ვიცი 7-8 წლის ბავშვები რაღაც ესე მე ჩავდიოდი სტადიონზე იმიტომ რომ მეგონა რომ გუნდი მიდიოდა კომაგებისკენ მეგონა კი არა ეგრე იყო მადლობის სათქმელად და ეგ რაღაც კარ კონტენტს ვიღებთ ხოლმე და ჩავდიოდი სტადიონზე და სანამ მე ჩავედი ეს აწყდებოდნენ უკვე ეს ბავშვები და ისე მომიწე რომ ვინც იცავს უსაფრთხოებას იმათთან ერთად დავდექი და მეც რაღაც იმათიანი გავხდი რომ უკან წევდი რომ მეთქი არ გადახვიდე ჭყლეტვა შეიძლება მოხდეს ჯერ უსაფრთხოება უმაყურებლად შეიძლება გვათამაშონ ჯარიმებია ძალიან დიდი UEFA-დან და იხელა აგრესია მოდიოდა ამ ბავშვებისგან რა ბავშვი არ ყოფილა მამა უშვებდა ვიღაც შაბალი გუში დავა კომენტარი ერთ-ერთ სტატუსზე Facebook-ზე მამა ესე უშვებდა ბავშვებს გოგოს და ბიჭს და მეთქი რასაკეთებ სად უშვებ ხო რა უსაფრთხოები აი გული არ გაქვს ბავშვი არ ყოფილა ხარო ისეთი ჩხუბი დამიწყო მეთქი ხა როგორ აუხსნა ანუ ისე იმათ ვიგზენ რაღაც სხვა ნაწილად არ ვიცი აქედანაც ბავშვები ალბათ უყურებენ ამ პოდკასტს ან რაღაც და მინდა მიმართო რომ ანუ არის რაღაცეები რაც
არ შეიძლება რაღაც გაკეთება. მესმის რომ ყველას უნდა ფეხბურთელის ნახვა და ახლოს ნახვა და იქ მანამდე ბავშვიც გადახტა და ჩაეხუტა და მე მგონი ეგ იყო მაპროვოცირებელი საერთოდ რაც მოხდა, იმიტომ რომ მე ყველას გადაედო ეგ, მაგრამ მაგაში არაფერია ცუდი რა თქმა უნდა, მაგ სიყვარულის გამოხატვაში და გადაცემაში, მაგრამ პირველი რაც ყველაზე საშიშია, ამ ხელა მასაში ვერ გაიგებ, შეიძლება ვიღაცას წაიქცეს, ვიღაცას რაღაც ისე მოხდეს, თუნდაც შეეკრას, რაღაც სტრესი იყო ეგეთი შემთხვევაც, ამას იმიტომ ვიძახი, როცა ევროპის ჩემპიონატიდან ჩამოვედით, თავისუფლებაზე რაც იყო დახვედრა ნაკრების ავტობუსით გამოვა და რაღაც ხო უამრავი ხალხი იყო და რა თან ეხსემოდან ხო ვიდექით ავტობუსზე და აი არ დამავიწყდა ვეხაც ჟუანტელმა დამიარა ისე ემოციური იყო ესე ყველა ერთად შეკრული წარმოიდგინე ვაკიდან მერიამდე არ გაჩერებულა ხალხი სხვა აქ ხო ყველა იყო ესე წრეზე იქ დაფიქსირებული მაგრამ ხალხი მოყვებოდან ანუ მაიკებს აკდებდნენ ზემოთ ესენი მოუწევდნენ ჩაუგდებდნენ რაღაცა სახელს ეძახდა ეს დამიძახე რაღაც გიონ ქვია გიო აქედან ეძახდნენ და სასწაული რაღაცა ქიმია იყო მან ყველაზე მჭიდროდ და ახლოს ვიქცენი რომ ეს ქართველობა მართლა კაი რაღაცა არის და არ არის ესე რომ რატო დავიბადე და რო იწახიან რომ ამინდა ქართველობა ჩემ იმას აკრაფია ხო არის გამოთქმა საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე და ფულარო არის რეპერი ჩემ ამიდაშვილი და მაგასაც ეგეთი ტექსტი ფულა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არტისტია ხო ჩემ აქაც იყო რა და ფულას მოკლედ ძალიან დიდ პატივს ვცემ პირველ რიგში იმიტომ რომ მართლა ისეთი არის რა და თან ყოველთვის კაი ლირიქსი აქვს და ჩემი ქალაქი რო იყო პროექტი კაზი ჯაზის და ფულას და ზაზასიც რა ნოზაზის იყო ჩემი საყვარელი მოკლედ რა ტრეკები მან სხვებსაც გაიქონათ მაგრამ ეგ ზაზა მან და პრინციპში ზაზა მაქედან მე მაქედან დავიცანი ხო 10 მილიონი ნახვა აქ მაგ ვიდეოს მარტო საქართველოში არ უნახავთ რა კაზიც უგული მწყდება ხოლმე რა სიმღერასაც ჩავთავ რაღაც შეიძლება თვალი ამეცრემლოს იმიტომ ხო და ანუ მოკლედ იქა აქ რა ეგეთი ტექსტი რომ რა ქვია აქო საქართველოშიო ფრთებით იბადებიან მაგრამ რატომღაც ვერ ფრინდებიან რაც მხოლოდ ერთაზროვნად არ არის ნათქვამი მაგრამ ხო ალბათ არის ეგეთი შემთხვევებიც მაგრამ მე არ დამავიწყდება ის ატმოსფერო რაც იყო საქართველოს საბერძნეთის შემდეგ რა ეგ იყო ალბათ ესეთი მცირე მოდელი იმისი თუ აი როგორ ხედავთ ყველანი გაერთიანებულ საქართველოს რა როდესაც ყველა ერთი ასე ვთქვათ იდეის გარშემოა თან მახსოვს მაშინ აი ხა გიორგის უყვებოდი ცხადაძე სად იყავი მეთქი მაგ დროს მე ვიყავი ზუსტად მახსოვს სახში ვიყავი ფეხბურთებს ზოგადად მე იმას ნაკრები და ხუჩას თამაშები რამაც განაპირობა რომ ახლიდან დამეწყო რაღაც თამაშების ყურება ანუ სხვა თამაშებს ახლა რო გითხარო ლივერპული ნიუკასლის თასის თამაშს უყურებ მოგატყუებ NBA-ს უყურებ მაგრამ თუ ხუჩა თამაშობს და ნაკრები მაშინ კი სიამოვნებით და მანდ იყო ეგეთი მომენტი რომ ანუ წავედი ლუდს ანუ სასმას აღარ ვსვავ 1-3 წელია ისე რა და ძალიან იშვიათად და ну უთხარი რომ მეთქი მეუღლეს რომ მეთქი ხო რა გადაო დღეს წდება ანუ ევროპის ჩემპიონატის ბედით რომ წავედი რაღაცა ლუდი ვიყიდე რაღაცები მისაღებლები და ვზივარ და რომ გავედით და პენლები რომ დაინიშნა მახსოვს როგორ ნერვიულობდი იმის გამო რომ სამხრეთული ტემპერამენტის ხალხი ყოველთვის ძალიან ემოციურია და ამიტომ ეგეც შეიძლება ცოტა სტერეოტიპულია მაგრამ აი მამა ჩემის განაც და უბრალოდ აო გერმანელები ხო რობოტები არიან კამოვლენ ერთი ნერვი არ შეუტოկდებათ და ბრაზილია, იტალია, ესპანეთი, ჩვენ და ეგეთი ტიპები ყოველთვის ნერვიულობთ. ამიტომ ძალიან ღელავდი რა, ამიტომ რომ ძალიან დიდი mind games-ია პენალტების დარტყმა რა, არ არის მხოლოდ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხია. ამდენი ხალხია, ისტორიული დღეა, ან გახვალ და იქნება სახალხო ზეიმი და ან კიდე იქნება ერთ-ერთი დიდი იმედგაცრუება, ხო? და მახსოვს რომ ანუ რომ მორჩა თამაშდა რომ გავედით, ჯერ ხო იყო ძალიან დიდი ბედნიერება. მაგრამ მე რაღაცნაირად სევდა შემომაწვა, ამიტომ რომ გამახსენდა ყველაფერი აბსოლუტურად. რატომღაც ეგრევე ჩავრთე ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, აი რატო წამიღო მან და არ ვიცი, იმიტომ რომ ეს იყო ანუ საქართველოს დამოუკიდებლობიდან რომ დავიწყე ტვინითაც და ვიდეოებსაც უყურებდი, გავიხსენე რა გამოვლილი საქართველოს და უშუალოდ გულშემატკივრებს და საფეხბურთო კუთხითაც რა აქ მე დავდიოდი წარმოიდგინე კლინსმანი რო თამაშობდა და აქ რო ჩამოდი და რადიოთი უსმენდი კესპაიამ პირველი გოლი გერმანიაში რო გაიტანა და ანუ მაშინ გრაფიკით იყო შუთი და ძალიან ემოციონალური იყო და ნუ მეც რა თქმა უნდა მე მეორე დილით რო გავიღუზე შესიებული ვიყავი და ცოლი მეღადობდა რომ ბიჭო იტირეო ანუ იმას ბავშვებთან ჩაეძინა მეთქი ხო იმიტომ რომ მარტო ეგ კი არ არის ყველაფერი ერთობლიობაში ანუ იყო ის მე არ მიყვარს ხოლმე ეს ემოციების თქვა და დემონსტრირება, მაგრამ მართლა ის მართლა ეგრე იყო. ვერ შეიკავე. არა, გამორიცხული. სიმბოლურია თან ის ქართული ფეხბურთი ქვეყანამდე გახდა დამოუკიდებელი, გამოიყო საბჭოთა ფეხბურთს. და ეხაც რაღაც ეს ასპარეზით ევროპაში შესვლის ფეხბურთმა აიღო ხელში. ეხლა
გადიოდი რაგბიც ახლა ევროპის რაღაც ჩემპიონატს იგებს რაღაც, მაგრამ იქ სხვა ლეველი და რაღაც არის, ანუ ცუდ კონტექსტში არა არა მასშტაბია სხვა ხო რაგბის სამგულ შემატკივრობდა ჩვენი ბიჭებითაც. ამაყევ უბრალოდ იგივე ახლა ფეხბურთიდან მოხვედრა დიდ ფორუმზე უფრო რთულია სიტყვაზე ვიდრე რაგბით რა. მაგ ხაზით თქვი რომ ვინმე რაღაცა კომენტარში არ გამომექომაგოს ან რამე ეგეთ. იმ პენალტების სერიას არ ვიცი, ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე ტანჯველი წუთები იყო, იმიტომ რომ ესე ახლოს რო ხარ და ეხა ესე ახლოს უკვე რო უახლოვდებოდეს მე მამარდა მაიღო მე მიქაუტამ რო ააცილა ხო შოკი იყო ალბათ 1-5 წლის სიცოცხლე მან ჩამომაკლა მე კიდე იმან რო ბერძენმა ააცილა და ყვეკვე რო გაიტანა ნუ არ ვიცი ან ხეც ხო ევროპაზე დარწმუნებული ვარ კიდე ბევრჯერ გავალთ და განვიცდით და რაღაც მაგრამ ეს პირველი ხო რაც არ გაქვს გამოცდილი მე არ წარმომედგინათ ემოციურად შეიძლება და ამ ხელა მუხტი რამეს მოეტანა რა. იმიტომ რომ ხა ერთია რომ გავედით და რაღაც და აქეთ მაგ პოსტი გამზადებული რომ ევროპის ჩემპიონატზე ვართ. ჩემი ოცნება რის გამოც მოვედი ამ ორგანიზაციაში და დავიწყე მუშაობა, მაგ დასაპოსტო და დავპოსტო რა რომ ხალხამდე მივიდეს ეს ჩვენ Instagram-ზე, Twitter-ზე, Facebook-ზე, ჩვენ სოციალებში და დავაფიქსირე რომ ხელს ვერ ვიმორჩილებ, აი მკანკალებ თელი სხეულით, ანუ გათიშული ვარ ხმები ჩამესმის რაღაც ფილმებში როა ხო იცი რაღაც რო აფეთქდება და მე ზული შოკურ მდგომარეობაში. ხო შოკი მაქვს, ტირი ვარ თან, ანუ ყველას უყურებ, ყველა ტირის, ყველა მიყვარს, ყველას ერთმანეთი უყვარს. მეგონა რომ რაღაცა მართლა ფილმის სცენა რაღაც სიზმარი მეგონა რა გარეთ რაც ხდებოდა მე ყველა ვიდეო უყურე TikTok-ზე, Facebook-ზე პოლიციელი და ის რო ეხუტებიან მეტრო რომ მოდის ყველაფერი ემიგრანტები ვიღაც ამერიკაში მარტო რო დგას დილის ქუჩაში და ტელეფონში ყვირის და ხალხს რო ეძებს უცნაური ვიდეოებიც ნახეთ ბუკინისტებთან კი ეგეც ვიღაცა რო ძალიან პეტრიერია მან ჩავლა ხო ალბათ ეგრევე ანუ ესე ჰაილაიტი ამოდის ეკრანი და ანუ ეგეც ხო ისიყო ძალიან აიკონიკ აღნიშნა იყო. აიკონიკ არის მარტო საქართველოში. ამერიკაში, არგენტინაშიც არ მოხდა ეგეთი სოფლიო მოიგეს და ყველაფერს აკეთებენ ეგენი სიგიჟეს რაც არსებობს და იქ არ დაფიქსირებულ ეგეთი რაღაც. და ინტელექტის ხაზიც კიდე იმიტომ უტრელებ ამ თემას შეიძლება დაძალი და თქვი რომ მე ხა მაგ ჩემ თავზე გადმომაქვს ხოლმე რა სულ ბიჭებთაც რო ველაპარაკები ხოლმე მე ხა მაგალითად აქ არ და ზესტაფონში დავიბადე ზესტაფონში გავიზარდე სკოლაც იქ დავამთავრე და სულ აი რაღაცა ჩემი ბავშვობიდან ისე იყო რომ თავარმა ალბათ ამას მშობლებს უმადლი ამას და დღემდე გრძნობ მაშინ რომ რაღაც ფრაზდებოდი და რაღაცა რომ დედა ჩემი მაგალითად პედაგოგი იყო, მამაც პროფესიით პედაგოგი იყო, თუმცა რაღაც პოლიტიკური მიმართულებით მოღვაწეობდა და დედა სულ დიდ კლასებამდე სახლში გაკვეთილების ჩაბარება რაღაც და ისე და რაღაცა ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა, იმიტომ რომ დედას უნდოდა ძალიან ეს რომ ეს გამიკეთებინა მე უნივერსიტეტშიც რაღაც და ეხლა რომ უკან ვიხედები ხოლმე უკვე რაღაცას აქვს რომ გადავაბიჯე და რომ ვგრძნობ რომ რაღაცებს, მცირე რაღაცებს სამ პატარას მივახციე ცხოვრებაში რაღაცა პიროვნებად შემილია ჩემ თავს პიროვნება დავარქვა და რაღაცეებისკენ წავიდე, აი ეს პერიოდი რომ ახსენდება, აი მან ვგრძნობ ყველაზე მეტად მშობლის ჩართულობა და როლი რამ ხელა შეიძლება იყოს შვილში და იმ ხელას იხარობს ვგრძნობ რომ მართლაც ჩემ მშობლებს და იმ ხელა რაღაცა ის მივიღე რა мотивацият ეგ მივიღე რომ ვერასდროს ვერ დაუბრუნებ უკან იმას რაც მე აღვიქვი რაც გამიკეთა ხო რა ძალიან დიდი განცდა მაქვს რა იმიტომ რომ მართლა იდეას რო უყურებ ამასაც რო უყურებ გონია რომ ჩემ თვალში არის ისეთი ადამიანები რომლებიც იმ დროს ახლა მაშინ შენც იცი რა ეს მომხდაო 2099-ში დავიბადე რა ძალიან რთული პერიოდები იყო თან განსაკუთრებით რაიონებში ესეთ ქალაქებში რა სადაც არაფერი არ ხდება და ახლა იმას ვერ ვიტყვი რაღაც ძალიან დრამა რომ მოყვე ჩვენ ისეთ საშუალო იმის ეკონომიკური და კლასის ოჯახში დავიბადე რა არაფერი განსაკუთრებით არც იქეთ, არც აქეთ, მაგრამ სულ ცდილობდნენ, რომ აი ვიცი მაგალითად მაშინ ვერ ხვდებოდი იმ მომენტში და ეხა ვიაზრებ, რომ დედა რაღაცას თავისთვის დაიკლებდა ისე რომ არც დაფიქრდებოდა იმისთვის, რომ სადღაც მე მაგალითად რეპეტიტორთან მევლო და უფრო კარგად მომზადებულიყავი, რაღაცა წიგნი შეეძინა, რაღაცა სადღაც ოლიმპიადაზე გავსულიყავი, რომ რაღაც ჩემი თავი გამომეცადა და ამით იმ ხელა ბედნიერებას ვგრძნობ დღეს, იმიტომ რომ მე უკვე როცა გადააჭარბებ რაღაცას აქს და შენით იღებ გადაწყვეტილებებს, მე უკვე ამ რაღაც რელსებზე შემდგარი ხარ და აი ვინ შეგაყენებს და როგორ გაგიკვალავს ამ გზას, აქ მშობელს აქვს ძალიან დიდი როლი. ეს ისე ჩამომიყალიბდა რაღაც ქცევაში, ხა მე დღეს მაგალითად დღესაც 2 წლის წინ დავასრულე მაგისტრატურის სწავლა მაგალითად UEFA-ს აკადემიაშიც ვისწავლე საფეხბურთო მენეჯმენტი. ეხლა შარშან გამოსცა რაღაც უბრალოდ ინტერესი მქონდა რაღაც ციფრული მარკეტინგის მაგისტრატურას, ეხლა მაგალითად ჟენევის უნივერსიტეტში ვსწავლობ დისტანციურად აქედან. იმიტომ რომ რაღაც უკვე ჩემში ისეა დალექილი რომ მოთხოვნილება მაქვს და რაღაცას ვგრძნობ თავში რომ სანამდეც აქტიური ეს გონება, სანამდეც მოტივირებული ვარ და რაც თავარია სეუნებას ვიღებ ამ პროცესში ცოდნის მიღებით და ახლის გაგებით. მინდა რომ ბევრი რაღაც რესურსი დავაგროვო რომ მე უფრო ზედა ასაკში თუნდაც
თუნდაც კარგი კადრი იყო, კვალიფიციური ადამიანი იყო და რაც თავარია, უფრო საინტერესო ადამიანი იყო და ამ ბიჭებთან ურთიერთობა მე დამანახა რა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც რაღაცას თავის თავში აბანდებს, თუნდაც განათლების კუთხით, თუნდაც ფსიქოლოგიურად რანაირად ყარი ხარ, მდგრადი ხარ, ეს ყველაფერი მე იმდენად ასახვადია შენ პიროვნებაში, რომ ამ ნებისმიერ ურთიერთობებში ძალიან ჩანს რა და ფეხბურთელების ხაზითაც კიდევ ერთხელ იმას გამავითარებ რა, რომ ინტელექტის გარეშე დიდი ფეხბურთის თამაში არის შეუძლებელი რა. აბსოლუტურად გეთანხმები და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარკვეული გამონაკლისები იმ კუთხით არსებობს, რომ მე მინახავს ნაკრებში, ძველი თაობის ნაკრებში, ადამიანები, რომლებიც ხო, შეიძლება თქვათ ასე, ზოგადი განათლება არ ქონიათ, ინტელექტიც ახლა იმდენად სუბიექტურია რა, არსებობს ემოციური ინტელექტი, არსებობენ უბრალოდ ინფორმირებული ადამიანები. მე მყავდა მეგობარი, რომელიც კროსვორდს მაგრაავსებდა, მაგრამ ისეთი სიღრმისეული მსჯელობა რაღაცა, ეგეც ძალიან სუბიექტურია ზოგადად რა, ადამიანი ინტელექტუალია თუ არა. ვითომეტე სპორტსმენებთან მიმართებაში ახლა ვერ დაუწესებ ისეთ თამასაც, როგორცაც დაუწესებ აკადემიკოს, ხო? ეს მისი უშუალო სპეციალობაა და ასე შემდეგ. მაგრამ გეთანხმები იმაში, რომ თუ არ არსებობს საფეხბურთო ინტელექტი არც თუ ისე შორს არის, იმიტომ რომ ძალიან გავს ფეხბურთი ცხოვრებას. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღო, შეგიძლია თუ არა იყო გუნდური. ხარ თუ არა შენ პირად სტატისტიკაზე, ანუ შენი ეგოცენტრიზმი როგორია, შეგიძლია თუ არა სინერგიაში იყო შენ გუნდელებთან, უსიტყვოდ გესმოდეთ ერთმანეთის, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. მწვრთნელთან მიმართებაში ეთანხმებიან, არ ეთანხმები გამონახო გზები, რომ დაუნტკიცო. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხი. მოითმინო თუნდაც რამდენი რამე ხო ვთქვათ, რომ აი გუნდი არ როგორ შეიძლება მე ჩემ გუნდს დავეხმარო და ის ერთი წუთიც, რომელიც მე შევალ, იმ გუნდის სასიკეთოდ მოტრიალდეს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მე რო შევიდე 5 წუთით ადრე რომ რას ნიშნავს მაუს ამენაზე 5 წუთით დაღაზრი აქვს, ეგრე არ გავა. ევროპის ჩემპიონატზე ბუდუს კითხა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იქ ვარჯიშამდე რომ რაღაც არ გიწევს თამაშიო და უბედურია რო თქოს, მაგრამ ბედნიერი ხარ რო აყავთ რას გძნობო რა, უდუმთხრა რომ ერთი წუთიცაც რო არ მომიწიოს შეშლო საერთოდ აი აქ ხარო ვარ ამ გუნდში და ამ ბიჭებთან და აქ რო ვარ ამ პროცესის ნაწილი და ამ გზას ამათთან ერთად გავდივარ რომ ამითაც ძალიან ბედნიერი ვარ რომ აი ეგ ხშირად ახსენე ეგ დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთში რა რამდენადაც დაძლევს შენ შინაგან ეგოს რაღაც პირად დულს გადადებ გვერდით თუნდაც მოითფენ რაღაცას ყველა ფეხბურთელს აქ განცდა რომ მწვრთნელი შეიძლება რაღაცას არასწორად მწვრთნელი ხო თავის მხრიდან უყურებს და თავისი გადმოსახედი აქვს რა ბოლოს შედეგი აჩვენებს რომელმას სწორი გათვლა გააკეთა მაგრამ ხო აქ ფეხბურთს რაღაცა ყველას უნდა თამაში ხო ვერავინ ვერ დამაჯერებს თუნდაც ბუდუს იქ ოცნებათ არ ქონდა რომ 90 წუთები ეთამაშა მაგრამ პრაგმატულად აბსოლუტურად როგორც პროფესიონალმა როგორც ქვეყანაზე შეყვარებულმა რიგითმა ჯარისკაცმა ხო ამ ბიჭა სულ არის ხოლმე დისკუსია რომ აი გავიგეთ მოიგო ამ ფეხბურთმა მაგრამ რას შვება ეს მოგება რა როგორ აისახება ეს არ მგონი ეგრე დასაკრინებელი მოგება ძალიან დიდი სოციალური თემა არის მე ერთი გავიხსენე მაგალითი ამის წინ მოდი უბრალოდ დავამატებ მარტო მოგება კი არ შვება ის რომ გუნდი იბრძვის ჩემთვის ყოველთვის ეგ იყო მთავარი მოგება არ მოგება ხშირად დამოკიდებულია ხოლმე ხანდახან გამართლებაზეც ხანდახან დამოკიდებულია რავი ამ ბევრი ფაქტორი არსებობს შენ მაგრამ ყოველთვის ვისაც გულშემატკივრობ მე ჩემი თავიდან დაწყებული როცა თამაშობდი და მე გულშემატკივრობის დროს ჩემთვის უმთავრესი არის რომ დავინახო რომ გუნდი ბრძოლობს და უმობს თუ ეგ არის და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიაც ცდილობს იყოს ყველა და მაქსიმუმს დებენ მე ფეხბურთია რა თქმა უნდა ემოციური ნაწილი რო გადაივლის მე შეიძლება გამიტყდეს რომ წააგეს და რაღაცა მაგრამ მე ისეთი ცუდი განცდა არ მაქვს როგორიც მექნებოდა აი ადრერების ხდებოდა მაგალითად რა ანუ რომ აი გარშა თავი იხარჯებიან ბოლომდე ხო რა ჯერ რა არის იცი ანუ აი რატო ვამბობ რომ ფეხბურთი გავს მეთქი ძალიან ცხოვრებას რა ანუ მე ჩემ გუნდელებთან მე თვითონ რაღაცნაირად ცოტა ისეთი ტიპი ვიყავი რომ რატომღაც თვითონ აი 20 კაციდან ალბათ 25 კაციდან ყველა მოდიოდა ხოლმე და რაღაცებს ყველასთან კაი ურთიერთობა მქონდა რა ანუ ჯერ ერთი იუმორის გამო ალბათ კიდე რა ანუ ბევრ პაროდიას ვაკეთებდი და სულ რაღაცებს გადაოვდი რა ალბათ იუმორი და ფეხბურთი ალბათ ყოფილი ნაწილია რა ძალიან ჰაი ლეველში და აი კიდევ ერთი ის იუმორს ჭირდება ინტელექტი. შენ ვერ იღადა. ყველაზე დიდი ლაკმუსი მგონია იუმორის რა. უინტელექტო ხუმრობაზე ცუდი მოსასმენი აფერი არის. ხო და თან ინტელექტი არის გაჭირებული ძალიან დიდია რა. და ფეხბურთის როლზე ხარ რაც წინაზე რაც გავაგრძელო. რა გავლენა აქვს რა. პორტუგალიის წინ იყო ბოლო თამაში ჯგუფის რა. ელაპარაკებოდი ჩემს ძმაკაც გერმანიიდან WhatsApp-ში რა. ხო და ერთმანეთში ვარჩევთ ეხლა რა ძალიან უყვარს მას ფეხბურთი მეთქი. მოვიგებთ გავდივართ მაგრამ ეხლა ამ პორტუგალიასთან მეთქი ანუ ვის დააყენებს იქ რონალდოები იქნება თუ
იგი უფრო საშიშია ის შიერის კამზე მჯდომი ვიტინიები და პატარები, ვინც შეიძლება კიდევ უფრო აქეთ შეტევაზე წამოვიდეს, რომ წვრთნას დამტკიცოს. ამ რაღაც დისკუსიაში ვართ რა. გულის სიღრმეში ორივეც გვჭირა რომ შეგვიძლია პორტუგალიას მოუგოთ და გავიდეთ ამ ჯგუფიდან, მაგრამ თან რაღაც რეალობის ხასაც არ გინდა გასცე და ერთმანეთს ვეუბნებით რომ ბიჭო, რავი რა, მოგვეგო ნეტა ჩეხეთთან ის ბოლოს მომენტი რო იყო და აღარ და რაღაცა და შემოდის ამ დროს შვილი ყავს რა, 6 წლის არის პატარა და ვეკითხები რომ აბა შენ რა გონი ანგარიში, 3 თრელს ვიგებთ. დიმა მეძახის ეკან თუ მოვიგეთ წამომიღე რაღაც კვარას მაიგე რაღაც ვა გავიდა შემოვარ და მე ეგ მომენტი გადავხარშე თამაშის მერე დავიწყე ფიქრი რა რომ ეს თაობა ეხა ეს ბავშვები ეს უკვე სხვანაირი მენტალიტეტი უკვე მოგებული მენტალიტეტი უკვე მე ბავშვობაში მამაჩემ რა ნაკრების თამაში რა 3-4 ჯერ ვიყო პატარა ამასაკში ვიძახი და რა ტირილი და ლუქუნით და იმით წამოვედი პირველი ტაიმის მერე ერთხელ მე რაღაცა საფრანგეთთან 3 თავს ვაგებდით მე-15 წუთს დინამო რო გაიხსნა პირველად რემონტის რენოვაციის მერე და ეგრე მქონდა დალექილი რომ რაღაცა სული მისგან იყო და ეხლა ამ ბავშვებს უცებ 3 თვე და თქვა მეც შორით რომ ლიგი მოვიგეთ ის თამაში დიდი არ დაკლებია პროგნოზს მაგრამ იმ წავს რაღაც ის სასაცილოდ მივიღე მაგრამ მე მეც ახლა რომ ვლაპარაკობთ ხოლმე და რომ ვაკვირდები ამ ბავშვებს ქცევებში რა ამათ უკვე მოგება აქვს ნანახი საბერძნეთი აქვს ნანახი ჩეხეთი აქვს აგერ სომხეთი ცხრით ერთი აქვს ნანახი და ჩეხეთი და რავია ალბანეთის და ბევრი მოგებები დაგროვდა ესეთი რაც ამათ მენტალიტეტს სხვანაირად აყალიბებს რა და ეს გამარჯვებული მენტალიტეტი მე არ ნიშნავს იმას რომ ეზოში ჩავა მაინდა-მაინც და კარში ბურთს დაარტყავს ეს გადადის მე ყოველდღიურობაზე მე მინდა ვიყო კვარა რას ნიშნავს მე მინდა ვიყო კვარა არ არის მაინდა-მაინც ის რომ მე ხვალ ავდგე და ნაპოლის სკუდეტო დავადებინო და მე PSG-ში წამიყვანოს მე მინდა კვარა ნიშნავს რომ მე თუ კარგი სიტყვაზე იურისტი უნდა გამოვიდე კვარასავით უნდა ვიბრძოლო 0-დან დავიწყო და ჩემით ავიმაღლო ისეთი კომპეტენცია რომ მივიდე იქამდე რომ დავიცვა ადამიანები და უდანაშაულო ადამიანი გავამართლებინო მე ჩემი საადვოკატო ბიუროს გავხსნი თუ როგორ წავიყვან ჩემი იურიდიულ საქმიანობას მე მინდა კვარა ეგ ნიშნავს რა კვარა მინდა ნიშნავს რომ შენ საქმეს ასაც აიღებ რაც გინდა აკეთო ისეთი მე ეგრე ვიღებ რა მე რაც მაქვს ურთიერთობა კვარასთან და მე რასაც ვაკვირდები ამოუხსნელი ფენომენის ადამიანია ჩემთვის რა აქ არ გულისხმობ ფეხბურთის გარეთ ვიძახი ადამიანს ჯერ მარტო რა ვიცი დაახლოებით 8 წელია ვიცნობ ამდენი გზა გაიარა ამ ხელა რაღაცებს შეეჭი და ავიდა და რაღაც სპორტული ინტერესი მაქვს რომ ყოველ ახალ ნახვაზე ყოველ ახალ ჩამოსვლაზე რაიმე ხო არ შეიცვალა მასში რა ურთიერთობაში და იგივე ადამიანს ხედავ, იგივე შემართებით ხედავ, იგივე мотивაციით ხედავ, არანაირი რაღაცა იმიდან გასვლა ამ ყველაფრიდან, იგივე мотивაციით და კიდე მეტ ამას ვერ ხსნი ხოლმე, რომ ალბათ ესეთი რაღაცა უნდა დაიბადვანი კონდეს შიგნით, რომ კიდე მეტი мотивაციით და მეტი შემართებით. კილერ ინსტინქტია. ხო, ანუ ეგა ხო ამას ვერ შეიტან, ეგ ან და გან არ გაქვს რა, ჯერ ეხა შემილი ერთი 10 რაღაც ჩამოგითვალო, რაც კვარასთან მითამაშია რა. რა ვიცი, ისიც ვითამაშია X-იდან 0-იც, დროშები, ლოგოების გამოცნებაც, ფეხბურთის, FIFA, PlayStation-ს ვითამაშია, Counter-Strike-იც ვითამაშია ერთ-ერთზე. აი, რაშიც მგონია, რომ უპირატესობა მქონია სიტყვას, რაღაც თამაში, რა, Uno-ს ვითამაშია, Domino-ს ვითამაშია. და არის რაღაცა, თუნდაც რაღაცა უცებ სწრაფ რაღაცაში, რაც არ არის მაგის მოედან, იქონია ოპერატორს, რომ მე მაგისთვის ჯერ არ მომიგი არაფერში რა. ამას კი არ ვამბობ, რომ რაღაცა ეხა იმათ გამომყავს რაღაცა ზეციურ მოვლენად, მაგრამ იმდენად მენტალურად არის გამარჯვებული. Born to win არის, არის გამარჯვებულის მენტალიტეტი არის რა. და მით უმეტეს მაგას ვინც უყვარს ახლა შენ NBA-სთან ახლოს ხარ, მაგისთვის კობი არის ძალიან ძალიან დიდი მაგის ცხოვრებაში რა. კობი ევას ყველაზე. კობი ევას არა, ეს მე ხა აქტიური მოქმედება და რაღაც, მაგრამ მე ვიძახი რაღაც როლ მოდელად და რაღაც რა. ხო და კობი და მამბა მენტალიტეტი მაგისთვის არის ძალიან წიგნების წაკითხვები ინგლისურად ორიგინალში ბიბლიოგრაფია მთელი ის სინიაკვია. რა მაგარი ეგ ძალიან წიგნის წაკითხვა იქიდან რაღაცა უცებ რო ვიცი რომ კითხულობს ახლა თქვა რაღაცა წიგნის კობიზე და უცებ რაღაც მოუწერია WhatsApp-ში რაღაცა ფრაზა იქიდან რაღაცა ის რაღაცა და ძალიან ის არის რა ძალიან აი კობი მინდა ეგ აი ხარ როგორც კვარა მინდა კობი მინდა კობი იყო რაც იყო იქ კულტურა მოსიარულე და მე კიდე ტიპი ნუ ისტორიებზე ხო არაფერს აღარ ვამბობ იქ უკვე რომ ვიღაცა რომ დაიბარებდა მოდიოდა 7 საათზე და თვითონ უკვე 6 საათზე იქ რო იყო და ნუ უამრავი შემთხვევები არის რა მაგრამ კობი ოსკარია იყო თავის მოკლემეტრაჟიან
აი იმ გაკეთებულ ანიმაციური ფილმში რა და ეგ იმხელა რამეა, იმიტომ რომ წარმოედგინე ხა აი კობის დამოკიდებულება ეგ იყო რა ნებისმიერ ამას რასაც ვაკეთებ იმაში უნდა იყო კარგი. ანუ არიან ადამიანები, რომლებიც სტანდარტებს რო უწესებენ საკუთარ თავს რა, უწესებენ ის რომ აი მე უნდა ვიყო ვიღაცაზე უკეთესი. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უწესებენ სტანდარტს საკუთარ თავს. ანუ MJ-ის ქონდა ეგ რა, ჯორდანს ქონდა რომ ანუ საკუთარ თავის ვეჯიბრები უკვე ეგეთი მაინდსეტი აქვს რა. როგორ ლაპარაკია მე მინდა და არავისთან არაფერი არ მოგდა სამტკიცებელში 23 წლის ხო ახლა 24 ჩემ შიგნით მინდა დავამტკიცო ჩემ თავს რომ შემი არ მაქვს ლიმიტი არ მაქვს ჭერი მინდა რომ ჩემ თავს ვაჩვენო და ჩემ შიგნით რაც მყავს იმას დავამტკიცო რომ აი შემიძლია მე და გავყვები იქამდე რომ ამ ჩემ შესაძლებლობას ბოლომდე დავხვაჭავ იმიტომ რომ მე რო უკან გამოვიხედავ დამრჩება ის რომ ბედნიერი ვიქნები რომ რაც შემეძლო გავაკეთე და არა ის რომ იციან ხოლმე რომ აი მე რამდენი შეეძლო ამდენ ვერქნა ის არ გააკეთე ეს არ გააკეთე ალბათ ეგ ყველაზე დიდი სევდა არის ცხოვრების რომ რაღაცას რომ გაივლი და უკან გადმოხედა და იფიქრებ რომ აუნე და იქ ის მეცა და იმას მიყოლოდი ეგ ჩემშუს ვეუნებოდი ახლა ხან სესილის 15 წლის არის და აი მაგ ყველაფერზე და ნუ რა თქმა უნდა ჯობი და კობი და ჯორდანს უახსენებ ხოლმე მასთანაც რა ანუ ნახე მაგას უხსნიდი რომ ჯობია ცადო და რაღაც არ გამოვიდეს თქვათ მაგრამ იპოვი შენ თავს აუცილებლად ის ნაცადიც აი ჯორდანის არ იყოს რომ იძახდა რომ თქვენ ანახი გაქვთ ჩემი ჩაგდებული ბურთები მაგრამ არ გაქვთ ანახი გამაზული 2000 საჯარიმო არ გაქვთ ჩემი ანუ ყველაფერი რაც შეიძლება რაღაცა წარუმატებლობად იმ მომენტში ითვლებოდეს აი ეგეთი ვინერი ტიპები აქცევენ მე იმ წარუმატებლობასაც იმ წარმატების აუცილებელ კომპონენტად და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა და ხო ანუ და კიდე ერთი რაც მინდა თქვა რომ ანუ ასაკი რატო ვიკითხე 24-ის არის ხო უკვე ძალიან ცოტა 24 წლის ადამიანი არსებობს, ვინც შეძლებს იმას, რომ აი ესეთი პირობებში იყოს, ანუ საკუთარი შრომით მოპოვებულია, ხო, ის რაც აქვს ახლა მას. და რამდენი 24 წლის მილიონერია, თქვა ისეთი, რომელიც ადგება და რა ვიცი, არ წავა ხშირად ფართიზე, რომელიც არ გადაყვება მაგალითად, რა ვიცი, დალევას და კიდე 1000-იც თუნება არსებობს ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე, კარგად მინდა გაიგოს ადამიანის ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანესი. უმნიშვნელოვანესია რა და ამიტომ ურთულესი რამეა, ანუ ურთულესია თითოეული სპორტსმენი, რომელიც მე ამ დონეს დებს და ჩვენ მე მათზე ისტორიები გვესმის, ეს არ არის მხოლოდ ნიჭის დამსახურება რა. ის ნიჭი არაფერი არ იქნება თუ იმას არ აქვს უდიდესი შრომა უკან. და ვინც ამ ხელა შრომას დევს, იმას ყოველთვის ძალიან დიდ პატივს სცემ, ვით უმეტეს, როცა აი მაგ მაინდსეტზე ვსაუბრობთ, რომელზეც ახლა შენ საუბრობ. ყოველთვის. იმიტომ რომ წარმოუდგენელი რამე არის. მე კიდე რაც მომწონს მე ხუჭაში არის მისი როგორ თქვა, ანუ ბავშვობა ალბათ რაღაც საკითხებში რა. ანუ გულწრფელობა ასე ვთქვათ რა, როდესაც რო ლაპარაკობს აი პოზაში არ არის ასე ვთქვათ, ხო? ეგეც ძალიან მაგარი. მაგ თემიდან მინდა გადავიდე რა თემაზე იცი, აი რითი ანუ შენ ახლა თქვი რასად როდის და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ვიცი პიპიც ევასებად ხო, მაგრამ მაგრამ ევასება და კიდევ პიპის თემა გავშალოთ. ხაზი რო გავაგრძელოთ, აი შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ძალიან მაგრა წერს ხვიჩა ლირიკებს რა, ტექსტს. ჰიპ-ჰოპში ხო არ აპირებს, აგერ შაკილონელი მაგალითად ჰიპ-ჰოპში იყო. ჰიპ-ჰოპს არ ვიცი, რა დააპირებს. ბეთხზე რო გამოვიდეს, გამოდარი. რაღაცას რო დაწერს თან, მეტყვის ხოლმე რომ აუ რაღაც დავწერე, უნდა გაჩვენო რა. მე და ისე განვითარდით ამას რომ ეხლა გიგუნა ახსენე წინა სტუმრად პედანაძე და გიგუნას ამის დაგვევასა თუ გახსოვს თერიკას ტრეკია სოციალური ნაგავი რა ორ ნაწილად რა და მაგრა თუ მოგვეწონა ის ბითი რა პირველი ტრეკის რა და ხო რა მივწერე მეთქი რაღაცა მე თერიკას კი ვიცნობ მაგრამ პირადად ისეთი ურთიერთობა არ მქონია გამოვართვით ეს ტრეკი რა მე გიგამ კიდე რაღაც ტრეკი ვთხოვე ამ ბოლოს რა ბითი უბრალოდ რა პინოსაც რამდენჯერ ვთხოვეთ ბითები და თან არ ვიძახი ერთის მინდა ეს ბითები და გიგუნას რა ვთხოვე მითხრა რომ რაღაც აპლიკაცია ჩამიგდა ხდაყენებული მქონი ბიტს თუ რაღაც ქვია რა და შეგიძლია ეგ ბიტი არჩიო და შეგიძლია რაღაც სტუდიასავით არის ხმაც ჩაწერო დაადო გადმოწერო და ეხა ვაჩვენე რა ყარას რომ მეთქი ეხა რასაც დაწერე იმას ცალკე რომ ძალიან მაგრა წერს ეხა არც მახსოვს ეპირად მაგრამ რაღაც თემა შეიძლება აიღოს თქვათ რაღაც ხუმრობით ან რაღაცას დაიწყო ეს ტელეფონის ნოუთში რა ფრენის დროს დამიმუღამებია რომ წერს რაღაცა არის ტელეფონში თავით წერს უეჭვ ძალიან მალე შეუძლია ძალიან დიდი ტექსტის დაწერა რა მე პრობლემა მქონდა ხოლმე ბითის არჩევის რა ეხა ჯერ ბითებს ნახულობს ხოლმე მე იწყებს წერას და მე რაღაცა შევა ხოლმე ძალიან როდესმე თუ იქნება მაგის სათმე რაღაცის დადროფვის ან ეხა ალბათ აქტიურ პერიოდში არა მაგრამ თუნდაც რაღაცა შევიდა სამეგობრო წრეში ან სადღაც ხუმრობით ან რაღაც მეგობრით პივიპი ძალიან ახლოს არის ყველასთან და მაგათ
მაგათი PvP-სთან სიახლოვე ჩემთვის გადაიქცა უკვე თავის ტკივილად, იმიტომ რომ მე-3 წელია PvP Battle-ზე მე ნორმალურად ნასიავნები არ წამოვსვლარ, იმიტომ რომ ესენი ვერ ითმენენ, სანამ დაიდება YouTube-ზე რა. თხოვენ გადაღებას. იქ გადაღება არ შეიძლება, მაგრამ ეხა ყველა ახლოს ვართ ძალიან და თხოვე მეთქი რომ ამას მე არც სადმე დროპავ, არც იქ გადაღების პრობლემა ესაა რომ ვინმე დადოს და ასპოილეროს მანამდე და მეთქი არც story-ში ვიდებ, არც TikTok-ზე, არც Facebook-ზე. გვაქვს რაღაც WhatsApp-ში მამარდა არის პირველი ისა, ბუდუ, კვარა, ჩაკვე. ესენი ვინც ყველაზე ისე აქტიური ისინი არიან, ფოლოვერები ამ. ისე რომ იქ ბეთლების გარჩევა მიდის მე. ტახა ყავს კვალცხბეკზე. ოკეი. და მე პირადადაც მგონია რომ ტახაც არის ძალიან ნიჭიერი არტისტი და ძალიან სხვა level steps და მე პირადად ძალიან მსიამოვნებს როგორც იქ მოსმენა აკაპელაზე იგივე ბიტსეც ამომასმენა და ტრეკები მე ეგრევე ვაფასებ ხოლმე რა და მინდა რომ ტრეკებიც დადოს რა ჩემს საყვარელმა არტისტმა იქ კაი ბაუნსობ და უკვე ისეო რომ მანქანაშიც ბეთლი შემილია ჩავრთო სამსახურამდე და მაგრა ვიკაიფო და ვისიამოვნო მაგრამ მინდა რომ ბევრი ტრეკი დადოს რა და ტახა თან მეგობრობ ტახასთან რა. ახლოს ვარ და რაღაცას იცის ხოლმე და ძალიან მისწორდება რომ სანამ რაღაცა ტრეკს დადებს ჩამიგდებს ხოლმე რა აბა შეხედე რაღაც თუ გაგისწორდება. თან მეგრელები რო გრიმიტობენ ბიჭო. კი, მეგრელებს ძალიან ბანი მეგრელია, ტახა მეგრელია, მოსკა მეგრელია. იდე რამდენი მონტანაც მეგრელია. მონტანაც მეგრელია. არაჩი რა და ტახა ყავს მოკლედ ძალიან გვიყვარს, ბანი ყავს ახლა baby goat-ად. მე ბანის ისავალ აქვს. კი, ბანიცან და ბანი. ბანი ჯერ უნდა ჩამოაგდოს ტახა იმიდან, რა ქვია, Game of Thrones-იდან რა, მაგრამ ბანიც ძალიან ბანი ჩემი ისა. სწორდება და is my killer. is my killer brother. მე სიმართლე რომ გითხრა, ვინაიდან და რადგანაც ყველას ვიცნობ შიგნით და მაქვს ხომ ბეთლამდეც ვნახულობ ბეთლის მერეც ის რაღაც აზარტი არ მაქვს ხომ რაც აქ ბეთლში კი ან თუ რომელიმე მხარე თუ ხარ იდეაში თავიდან ხო ვთქვა არა არ ვიცი ვიღაცისკენ თუ ხარ იქ ხა მაგალითად მოსკას გენგში თუ ხარ ძალიან გინდა რომ მოსკამ მოიგოს და ბანისკენ თუ ხარ გინდა რომ შეჭამოს იქ იძახიან ხოლმე რა მოკალი და რაღაცებს იძახიან შემოდან კრაუდი რა მაგრამ მე უბრალოდ მართლა სიოვნებას ვიღებ ხოლმე და მოდი მოიგოს იქ ის უფრო ძლიერია რა ხა მე PvP-ში არ მინახავს რომ უსამართლობა არის ხოლმე სულ ვერ არასდროს არ არის ვინმე შეჯერებული აზრი რომ აი ამან მოიგო მან კითხვის ნიშნები მქონია ხო არის ოკეი კი მე შეგეცვა მაინც მგონია რომ საბოლოოდ პერფორმანსი ტიპს რაც აქვს ხა ვიღაცა თუ ტექსტზე ჩერდება და ფულავს ითხოვს იმის გამო რომ დაავიწყდა ის საჯი უთulis მინუსა და ვიღაც თუ ვიცე ვერ ჯდება კარგად ტექნიკურად მესმის და ხა დანარჩენი რაღაც პირადი ვინმეს თუ ვინმესთან რამე აქვს და იმით ტენდენციური ხდება ეგ რა თქმა უნდა ცუდია მაგრამ მე მაინც თიანობაში იმას რა ვითარებდი რომ ბეთლზე ისე ვესწრები მოკლედ რომ არ ვარ ისე ძალიან რომ რაღაც ჩემიანმა წააგოს ან იმისიანმა წააგოს რომ ყველასთან მაქვს ურთიერთობა რა ნაჟე ხა ახალ სეზონში ერთი ბიჭი გამოდის მამა აქ აღებული იქნება და ხა ბეთლზე გამაცნეს რომ შენ საიდანაც ხარ იქიდან არის წარმოშობილი და ნებიერიძიაო და მეთქი ბიძაშვილი ხო არ ხარ ჩემი მოდი თქო და გავიცანი და ძალიან საყვარელი ისეთი კაი ბიჭი გაიჩნდა და ხა ამ სეზონში მაგალითად მაგას ულშემატკივრებ ძალიან იმიტომ რომ რაღაცა ჩემიანად მივიღე და თან მართლა კაი flow და ტექნიკა აქვს და მგონია რომ სასწაულებს მოახდენს და დანარჩენი ხა ნაკრებში რა ვიცი ბეთლი თუ ის დაემთხვა შეკრების დროს რომ ბეთლი იდება ერთად უყურებთ საერთოდ მე მიდის გარჩევები რაღაცა იმანეს რა უთხრა მე რაღაც ვერსების გააზრება ვისი ფანჩები აზრები იქვე იყოფა ჯერ არ ყოფილა რომ რამეზე შევთანხმებულიყავით რა ენა ის უყურონ ხოლმე კი ენა ის უყურე ენა ის კარგად იმაშება რა და ბუდუ და უყურებენ ხოლმე ენაისაც რა ბუდუ უთხრა ერთხელ ენაის ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა რო აღნიშნეთ იქ გაიჩიტა სცენაზე რა ვარდების მოედანზე და ბუდუ ეუბნება იქ რომ შენით ვისწავლეო ბეთლების გარჩევაო რა იმიტომ რომ შენ სხვანაირად იმაშებიო იძახი მეც ენაის უყურებ და მოვიკითხავ აქედან იმიტომ რომ კაი გოგოა ერთჯერ ყოფილა რომ რაღაც ვერ მიხვედრ ისე ვერ გამიგია როგორ ყოფილა და მე ეს რაღაცა აკადემიურად რო მართლა რო არჩევ და უყურებ უფრო მაგარი кайფი მოვაქ და პირველ რიგში ამიტომ არ მადლიერი მე კოასი, რუსიაში, იგივე გიგაში და ინკაში ყველა მიციქ არიან ბიჭები რა მართლა ძალიან დიდ რაღაცას აკეთებენ. აქ შენც ქონდა ეხა გარჩევები მე იქ წინა გადაცემაში არ ვიცი მე და დინამოს ექიმი რო ვიყავით იქ იყო რაღაც ისე წამოვიდა კითხვა რომ მე-400 versus PvP-ის სასტავი რა და რეალურად მან ბიფი არის ძალიან აქტიური და მე არა რეპულტურაში მისაღები ეგ ბიფი მაგ ბიფს კარგად ვერ უთვალთვალე მე და ერთი კარგად უნდა ჩაუვსდე რაღაცა იქედან პრეტენზია რა დასის აუ დასი მინდა რომ მოვიდნენ ნა. მოვიდნენ დასი და სიამოვნებით ბიჭებო თუ ვინმე მაინც უყურებთ აუცილებლად მოდით
აი ჯერ მე უნდა შეგეხმიანოთ ამისთვის მე უბრალოდ აქამდე არ შეგეხმიანები ვარ და რამე მაგრამ იცოდეთ რომ ძალიან მინდა რომ აქ იყოთ და თუ მოახერხებთ მე იმ გადაცემაში ისე იყო რომ ვაჯერებდით ერთმანეთს რაღაცას მე ვთქვი რომ რავი ეხაც ვიძახი რომ მეთქი ჩემთვის ამ წამს ჰიპ-ჰოპ არტისტი ტოპ არის ტახა რა მიუხედავად იმისა რომ ახლა მეოთხედას ბევრნი არიან რეალურად რა მომწონს იქ არის პეტო მაგალითად პეტოს ტრეკებს უსმენ დიდი ვაჩე ამერიკიდან ტრეკებს და არიან ბიჭები რომელიც ცალკე ესე არტისტად გამისწორდეს მოусმინო შევა მაგრამ ეხლა როგორც ასეთ ჩემ თავს არ ვაიდენტიფიცირებ როგორც დასის რაღაც ფანად რა ეს ხო არა რაღაც სავალდებულო ის მოცემულობა ქვეყანაში და იქ მე კომენტარებში რაღაც საძაგლობები მიწერეს რომ რას ქვია და დასი არა და აუ და არიცი და რაღაც დას მიწერეს თუ მაგრამ მე მიწერეს ეგ რატო თქვი ახლა მუსიკა იმენად ინდივიდუალური და რაღაც ირონულია რატოა ესეთი თუნდაც თუ ვერ გავიგე რაღაცას ეხლა შენ რომ კითხო შენ რომელი მოგწონს მისი აზრია რა პრობლემაა ეგრე რომ ეხლა ეგრე რომ მოეწყოს ცხოვრება რომ თქვა ყველა უსმენდეთ ახას ან ყველა უსმენდეთ მეოთხედას საძრას საშინელება იქნებოდა რა მუსიკის მუღა მე გაი რომ შენ ცოლი მაგალითად ვერ кайფოს ტახაზე და кайფოს უფრო არტისტებზე რა მაგრამ იმას კი არ ნიშნავს ხალხურსაც უსმენს ხალხი და რეგიევასება და ჯაზზე მე ხარ რა ვიცი რა ეგეც რაღაც იმ თემებზე მივიდივართ ეგეც რაღაცა ინტელექტის გამოვლენა მგონია რომ მე როგორ შეიძლება ვიღაცას მუსიკალურ გემოვნებაში მე შევიდე და უთხრა რომ ძმაო შენ რატო უსმენ დათო გომართელს პატივისცემა დათოსაც მე არ უსმენ დათო გომართელს მაგალითად რა არის ადამიანი რომ რავი დედა ჩემი უსმენს მაგალითად შენზე ოცნება დას გამოვტანე კი მეგრო ჩაურთო გაუხარდება ძალიან და მაგის თქმა მინდოდა რა რომ ეს მუსიკალური ინდივიდუალურია რა მუსიკა არის შენი მუსიკა ისეთ უნიკალური რაღაცა არის ანუ არაფერი ლაკმუსი არ ჭირდება მე რაც შეამოვნებს ეგ არის ჩემთვის კაი მუსიკა მე რაც შეამოვნებს დიმას რაც მოწონს არ არის მოცემულობა რომ ილოსაც მოწონდეს ან ილო რასაც უსმენს დიმასაც მოწონდეს ეგეთი ცხოვრება არის საინტერესო მაგიტო ამ პლანეტაზე ყოფნა რომ ყველა ინდივიდები ვართ ხო რავი ყველა მყუროთ NBA-ს ხო არ გვეუბნები შენ არც მე გეუბნები რომ ჩიხურა იმ სამტრადის თამაში დამიჯახი გვერდით ძალიან მინდა რომ ელიგის თამაშებზე სავსე იყოს ყველა სტადიონი და არ მინდა რომ დინამო სტადიონზე დედაქალაქში 2 მილიონიან ქალაქში 50 კაცი იდგეს როცა ბავშვი დარბის ქვემოთ რომელიც ნიუკასლს ყავს ناقიდი და ორ თვეში ნიუკასლ პრემიერ ლიგაში ითამაშებს და გონია საფეხბურთო ქვეყნებას რომ ვიჩემებთ მინიმუმ ბავშვის სანახავად უნდა მიდიოდეს ეროვნული ჩემპიონატის თამაშები რაც რომ კომპლექსური ხო არა ეს ძალიან დიდი თემა არის მაგას ახლა აქ ვერ გავშლით და ვერ ვიტყვით მაგრამ ყოველ შემთხვევაში მუშაობა ჭირდება მაგას იმ ხელა ის არის რა ქვია მუხტი მოიტანა ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ და ისე რაღაც საფეხბურთო აი აკადემიებში გეუბნები რა ხა მაინც ფეხბურთში რომ მუშაობ მეგობარი ვინმე ვიღაც სულ მირეკავს ვიღაც და მიხარია ხა მართლა უკვე შევწუხდი მაგრამ მიხარია რომ ყოველ კვირაში 1-5 ჯერ ვიღაც მინეკავს იმანოცა ნომერი და გთხოვ სადღაც ლოკომოტივის აკადემიაში ადგილი არ არის ბავშვის და რამე ხო არ შეიძლება რომ მივიდეს ბავშვი რა გადავსებული აკადემიები ანუ აკადემია ახლები იხსნება და ის არის რა ქვია ეზუებში სტადიონები რომ მე მახსოვს პერიოდი ძალიან უკანაც არ ვიძახი ეს მინი სტადიონები ცარიელი იყო არაფერი არ ხდებოდა იქ და ეხა რავი რამე უბანში ყრილი თუა გადავხედავ ვიცი რომ ვიღაც არ გამოდის მოედინა რომ სხვა შევიდეს და ამაზე ეჩხუბობენ ნახე დიმა საქართველოს რა შენ თქვი რომ ფრაზა რომ რაკნა ამ გამარჯვებები ხო ეგ არის რა უდიდესი რამ ექნა ნახე თინეიჯერების ერთ-ერთი დიდი გამოწვევა და ზოგადად საქართველოს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის დრაგების საკითხი კი და უამრავი მაგალი ვიცით კლუბური, არაკლუბური და ბევრი ტრაგიკული შემთხვევაც. როდესაც მოდის თაობა, რომლებისთვისაც ფეხბურთელი იქნება, ნუ რა ყველა სპორტი, რატუნა ნინიაშვილი, რატო არა? რატი ანდრონიკაშვილი, ყველა. და როდესაც ხედავს ახალგაზრდა ბიჭი, ან თუნდაც ბავშვი, რომ მე თუ აი თუნდაც ხვიჩა სტორილაინი რო ავიღოთ, თქვა რა მოიკლო, რა გააკეთა, ეს არის თითოეული ადამიანის წარმატება. არის წმენა იმისი რომ მე თუ მოვინდომებ მე შეიძლება მაგდონეზე მივიდე და არის უდიდესი мотиваცია თითოეული ბავშვი განსაკუთრებით რეგიონებში რომლებსაც შეიძლება უცებ არანაირი პერსპექტივა არ მოდის ამიტომ იხარია ხოლმე განსაკუთრებით რეგიონიდან წამოსული სტარების ასე ვთქვათ და რეგიონიდან გაქაჩული ტიპების იმიტომ რომ თითოეული ანუ ბავშვისთვის მშობლისთვის მათ შორისაც რა უკვე მე სულ უფრო და უფრო მეტი მშობელი კი არ ეტყვის მე შვილს რო იცი რა არის ხო და ნუ აბა ვერაფერსაც ვერ მიაღწევ ამაში ვერ იზავ ვერ გააკეთებ რა აზრი აქვს უნდა მიიღო 1500 ლარი საქართველოს ჩემპიონატში თამაშო რა ამ ხელა კონკურენცია რაღაცა მოკლედ თითოეული ეგეთი ისტორია არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ბავშვი ცხოვრობს ამ სამყაროთი, იქ სადღაც ის არის პოსტერია, ამით ცხოვრობს, ამით სულდგმულობს, ფორმას ყიდულობს, პატარა რაღაცა სტადიონზე გოლი გაიტანა, იქ რაღაც აღნიშნა, როგორც მისმა საყურებელმა კალათბურთელმა, ან ესია
სულ უფრო მეტი მოედანი, სულ უფრო რას ლაპარაკობთ ამ ხელა საქმეა, უდიდესი საქმეა. ჩემ თავზე გამოცადე ხა რა. ეხ TikTok-ს რაღაცებს ვიყენებ ხომ ეს პლატფორმას და ეს აქტიურად სოციალ-მედიაში რა, ჩემსაც პირადს რა. ეგ რაღაცებს რომ ვდებ ხოლმე ვიდეოებს თქვა რაღაცა იქ ყარა დამი კომენტარებს Instagram-ზე რაღაც სტორიში მომნიშნავს გადაიტანს რაღაცა. ეხა ეს ბავშვები ვინც ძალიან ხო ჩართულები არიან რა. და ამუღამეს ახლა რომ მე იმის კუმირთან შეიძლება ვიყო რაღაცა ამის მისვლის შემამოკლებელი გზის რა რაღაცა რა ძალიან მარტივ მაგალითს გაგონები რა ამის წინ შეხვდა ვიღაც ბავშვი მოდიოთ თესეურსთან ჭავჭავდეს და შენ ხო დიმახა რაღაცა ესე შეგიძლია ყვარას უთხრა რომ გუკა მოგიკითხავ მეთქი ვეტყვი აბა რას ვისაუბრა და მართლა ეტყვიო კი ვეტყვი მეთქი მოდი მე სურათი გადავიღოთ თქო მე სტორიში და მომნიშნა მე გადმოვიტანე ეს სტორი მე მომწერა რომ ყვარამ ხო არ ნახავ ეგ სტორიო შე რომ გადმოვიტანე და მეთქი კი ნახულობს ჩემ სტორის და იმის სკრინით ჩამაგდებინა რომ ეს სტორი ყვარას ქონდა ნანახი და რამხელა ის არის ხა ჯერ წარმოვიდგინე რა მე ხო ხარ რეალურად ამ იმაში მაგათ როლ მოდელში მე ხო რაღაც 1000 ელემენტი ვარ რეალურად მაგრამ მეც კი რომ აი რაღაცით იმასთან attached ადამიანს მიყურებს ისე რომ შეიძლება იმისთვის საინტერესო იყოს შენ და აქტუალური რა იმდენად მძაფრად აქვს მე არ მქონია ხარ რა ვიცი ეგეთი ბავშვობაში რო ვიხსენებ რონალდო რატო ვახსენე მე რა ტელევიზორში ჩემპიონთა ლიგა იყო და პრემიერ ლიგას ვერ უყურებდი მე მაშინ ალბათ არ მახსოვს იმიტომ რომ რაღაცა სვაბდნი უდარ თუ რაღაცებს თუ ნახავდი გოლებს NTV-ს რაღაც სპორტზე თეფში თუ რაღაცით დაჭერე და ბუსინი და ეგენი ჩერდანცევები რა მაგრამ ეხა ამათ იმ ხელა ისაკ უკვე რა მტკინი მართლა კაი კაცი იყო რა ცაცხად ათელში იყოს ესა ამათი ცხოვრება ხა რაც არის ამ დიჯიტალიზაცია მეგმიცა დღეს ცხოვრებას რა როგორ შეიძლება ხა ეს ბავშვი გავიდეს და აგერე ყვარას შუქნიშანზე ამოუდგეს მანქანით მამამისი და ამან გადაძახოს და ფანჯარა ჩამოუწიოს და ამისთვის ეს შეიძლება ცხოვრების იმხელა მუხტი იყოს რომ მე 20 წელში სადღაც გამოვიდეს და თქვა რომ მე რო დღეს აქ მოვედი იქ დაუჭირე რაღაცა იმისგან მაგალითია მართლა ხო ხიჩა ხო პროდუქტია ისეთი რომელმაც თავი self made ტიპია ხო აღარ არის არა ისტორია არის მისი გავლენა ხო უდიდესია განსაკუთრებით თაობაზე. აი ხა დაუკვირდი რა, რამდენია და აი სურო 10-დან. აი 10-დან. ერთმა კი რო ფეხბურთს გაყვეს და ფეხბურთი რა არის ხო? ეს ხო არ არის მხოლოდ შემოსავლის წყარო. უმნიშვნელოვანესია მაგუთხითაც, მაგრამ მე რაც მომწონს და რაც აი რატომაც მიყვარს რომ შესაყვარელ საქმეს აკეთებ რომელიც გიყვარს, ოღონდ მართლა უნდა გიყვარდეს. და რამხელა ბედნიერებაა რომ ამითი თან უზრუნველყოფილი ხარ. იმითი რომ შენ საყვარელ საქმეს აკეთებს და თან ეს ქსიამოვნებს. და მე კიდევ ერთხელ რა რომ ვიცი რა რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი ჩემ თვალ წინ გაფუჭებულა. დროიდან გამომდინარეც მართლა ცუდი დრო იყო ხა 2000-იან წლებში და 90-იან წლებში რა ხდებოდა ვიცი. უნიჭიერესი ტიპები, აი მართლა რომ უყურებ და რომ ფიქრობ რომ მე ხა უფრო შრომით და რაღაც, მაგრამ ყოფილან ტიპები რომ მიფიქრე რომ მეთქი ნუ აი გენიოსია ტიპი აი საფეხბურთო გენიოსია და ვიღაცას მას გადაყოლია ვიღაცა დრაგებს გადაყოლია დროც მურტალი იყო და ამიტომ რომ ვიცი რამხე და მიუხედავად იმისა რომ დღეს სხვა დროა ბიჭო ცтунებები და გამოწვევა სულ არსებობს სადაც ფული აი ყოველთვის ცтунება უფრო დიდი ამგონია და კიდე უფრო მასშტაბური ხელმისაწვდომობა ძალიან გაზრდილი სამწუხაროდ რა და ეგ რაც თქვი ეგ ხაჟი ძალიან მნიშვნელოვანია და მაგას რომ ადამიანი მიაღწევს ეს ნიშნავს რომ შინაგანი ისეთი დისციპლინა აქვს რომ აი იმის იქით რო არ არის რა თორე აგერ NBA-შიც არიან ტიპები რომლებიც მოდიან გეტოებიდან და ვერ უძლებენ მაგხელა მაყუს ჯამორანტის სკანდალი ავიღოთ იარაღით მოძრაობდა ტიპის სტრიპტის კლუბში იყო დოლარები აყრია ბრახ და ტიპ დისკვალიფიკაცია გაუკეთეს რა დღეში იყო ძალიან დიდი მე არ გამომიცდია მაგრამ ვცნობ რამხელა ცუნებებია მაგას წინაშე რა სოციალური ქსელების ეპოქაში სადაც აი უბრალოდ რო ეხა რომელიმე ფეხბურთელმა პირობითად რო ჩვენ წაიღოს და აი ხა ადამიანია ხო რაღაცა ჟვინტი გაეჭხირა რა ანუ გადააგდოს შეიძლება ვიღაცამ ტელეფონით გადაიღოს გაადიდოს და წითელი ხაზით აი ნახერაში იმ დროში ცხოვრობ, როცა ნებისმიერი შენი სიტყვა, ნებისმიერი შენი მოძრაობა, ნებისმიერი შენი გვერდზე გახედვა შეიძლება იყოს ჯელობის საგანი. აქედან გამომდინარე, ანუ ხო, რა ვიცი, ძალიან დიდი შინაგანი დისციპლინა გჭირდება. მე არ დამავიწყდება მაგალითად პირველად რომ სპორებს რო ვეძახდით, ანუ შეკრებაზე მიდიოდით, ეგეთი სასტუმრო იყო მორკინალი რა. და მორკინალში რო ვიყავით იყო შვედურ მაგიდას რო ეძახდნენ რა და ეს არის 2000-იანი წლების დასაწყისი და ვიჯორჯიაში რო ვიყავი მანამდე ქართველი მწვრთნელები ყავდა რა და უცებ გაიჩიტა ეს იტალიელი მწვრთნელი ჯანი კარნევალე რა ეს ჯანი კარნევალე რო გაიჩიტა ეხლა გვიყურებს რა და ჩვეულებრივად იქ შვედსკის სტოლს რო ეძახდნენ მიდიან ტიპები რასაც გვინდა ვიღებთ იქ რაღაცა ლიმონადი მსხლის კაბაბი ეს ის თან უფასოდ ჩვენ არ ვიხდით და ავყრიდით ჭამდით ლაპარაკობდით შეერთება მაგიდების თემა ეს გამოშტერდა
რას აკეთებთო? ხო და ერთი წამითო ხვალიდანო სხვა კვებაზე გადავდივართო. რასაც ჭამდით. რა იყო? რა თქმა უნდა, მაკარონი და ერთი შავი პურიდო, წყალი, ნელთბილი, ვიტამინი გვერდზე და მხოლოდ ეს მაკარონი, რომელსაც ნუ ყველი ქონა შემოვლი. პირველი 2 კვირა ანუ გვეგონა რომ ტიპი გვაში მშილებდა და ანუ მოედანზე ფეხები სუსტად მაქვს და რაღაცებს ვიძახით მე კანკალებს თუ რა. დაახლოებით 2 კვირაში უკვე ისეთ ფორმაში შევედით რომ დარბოდით, ანუ პირდაპირ გაგებით დავფრინავდით რა. ხო და ანუ ეგ სტანდარტები ადრე როგორიც იყო, მე რაღაცნაირად ნელ-ნელა შეიცვალა, მაგრამ წარმოუდგენელი იყო პროსტა მაშინ რაც ხდებოდა რა და ვითმეტეს ახლა ფეხბურთელს რომ აი კარგად მინდა რომ წარმოგიდგენ, ანუ ხარ 24 წლის ტიპი. გაკ რამდენიმე მილიონი. ანუ ხო გაკ ყოველთვის იმის და თუნდაც ახლა ხვი ჩაიღე, ან ნების მამარ დააიღე, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? და ხარ და ანუ ეს და სადაც შედიხარ, ყველა რესტორანში გცნობენ, ესეც სტრესია, ნახე? დადებითი რაღაცაც არის სტრესი. ანუ შენ რო რაღაცა შენ პონჩი ვერ გაგივლია, ეგეც არის სტრესი. რა თქმა უნდა, ფასია იმ წარმატების, რასაც მიაღწიე. გასაგებია, მაგრამ ურთულესია მეთქი მაგას ვამბობ რა და საღოლ თითო ნეაპოლში ხა ბოლოს ეს ვიდეო რაც დაიდო ნაპოლისთან გამოშვიდობების მეც მომიწია ყოფნა და ვეხმარებოდი რაღაც ამბავში რა ვიდეოს გადაღებაში და იქ კადრი რაც არის მურალთან დიეგოს მურალთან რა გავედით ღამის 3 საათზე რა თან არ იქნება ხალხი თქო რა იმიტომ რომ ეს ნეაპოლში კარგად არც იყო ქალაქში გასული იმიტომ რომ სიგიჟე ხდება იქ წარმოუდგენელია ეგეთი ფეხბურთის სიყვარული და იქ როგორც ეგ უყვარდა ოლიმპოს ღმერთი ანუ არ გადაყლაპავდნენ როგორც სიყვარულით გადაყლაპავდნენ მაგრამ ვერ გახვიდოდი გარეთ რა ხო გადაყლაპავთ ხო რა გადაყლაპო სიყვარულით ხდება მაინც გადაყლაპო არ და გავედით ამ მურალზე ღამის 3 საათია ისა რა ქვია მე შევედით შიგნით რაღაცებს ვიღებთ და მალე უნდა დავამთავროთ რა პატარა კადრები იყო ასაკები და ვიღაც მოდის სკუტერით რა არ ვიცი სიბნელეში და საიდან იმას ხნა კვიჩა რაღაც ყვარა ეძახში და აუ და ხვიჩა მთელ შუა რა მე ვარო მაგრამ არ იყვირო ოქთ ხო რა და იმან ერთი ფოტო მინდაო რა მეტი არაფერიო და მივიდა რა გადაიღო ფოტო რაღაცა და მიჩამოთხრა რაღაცას ვიღებო და ხო რა ფოტო ხო გაქო და არ იმას ხნავს ხავში არ უთხრაო რა არაო რაღაცა ღმერთია რაღაცები იძახა არავის ეს ჩავიდა იქეთ კუჩაში და ყველას უთხრა იქ ვინც ხვიჩა არის იმოთო აი ფილმებში რო ხალხი ეგრე მოდიოდა ევროტრიპში რო ხო იმენა რაღაცა და მანქანაში ლივჩავჯექი წამოვედი იმიტომ წარმოუდგენელი იყო იქ რა რაოდენობის ხალხი ჩანდა რომ ქვედა კუჩიდან ამოდიოდა მე ისა რა ქვია ტაქსი გავაჩერე რა მივდიოდი სადღაც და რაღაც ეგრევე მიხვდა რაღაც საქართველოს ხვიჩა რაღაც და მართლა გადადისო პსჟ-ში ეს ტაქსი სწორი მეკითხა და მეთქი არ ვიცი წარმოუდგენა არ მაქვს თქო და იგეფიცები თუ რამეს ვამატებდი უბრალოდ ეხეს არ ხوار გადავღებდი და რაღაც ატირდა იქნებოდა ალბათ ერთი 60 წლამდე კაცი რა აი ეგრე არის ტირო და უყურებთ მიყვირს თან მეთქი ხა რაღაც რა ვიცი თან მიყურებს თან ტირის ეს კაცი მეთქი ან გავაჩეროთ ვისაუბროთ მეთქი ანუ აქ ვერც წარმოვიდგენო რა რომ აქედან შეიძლება წავიდესო იმდენად შეგვაყვარაო და სხვანაირად დაგვიბრუნაო და ეს კუდეტო მაგათთვის ყველაფერი იყო რა დიეგო ხო ყველგან არის ყველა ან რა ვიცი ეკლესიაში მართლა არ ვიცი ხა ეგ რელიგიურად როგორ ცოდვა არის თუ კათოლიკურ ეკლესიაში როგორ დიეგოს ხატები ვნახე ეგეთი არ მინახავს ხო ხა რელიგიურად ცოდვა ალბათ ხო მაგრამ არის ანუ დასაშვებია შენდობადია არგენტინაშიც მე არგენტინაში ნანახი მაქვს არგენტინის ფორმის ანაფორით კი და იქ ქონია მაგის სახელზე ეკლესიებიც არის დიეგოში აშენებული და მარადონა დიეგო რა დიდი იყო წარმოიდგინე ხა რომ ხო აი ხა მე კიდე ერთხელ აქაც ვაფიქსირებ უკვე ისე ამბოლო სადღაც გადაცემებში რო ვარ მე მიყვარს კომენტარების წაკითხვა და ვიღაც რაღაც ისულერეზე რომ გამომეკიდება და შეურაცხყოფასაც არავინ ერიდება ჩემთვის კიდე კულტურის გამოვლენა არის მაგრამ ოკეი და რონალდო მესიზეც სულ იყო ჩხუბი და ვიძახი რომ რონალდო ჩემთვის არის აიკონიკ და ძალიან მიყვარს მაგრამ ვიძახი რომ მესი არის საუკეთესო რა ხო მაგრამ რონალდო მიყვარს რა ვიცი ხო მაგ ამის ფლო პელე ხო ცალკე ყავს კიდე სხვა სიმაღლეზე ფეხბურთში მაგრამ ესენი მაინც შორს გონია მარადონასგან რა რაც ნეაპოლში ვნახე რაც არგენტინელ ხალხს ვნახე ანუ თან რა ცხოვრების წესის დიეგოს კონდა ხჩერა წინა თემად ვილაპარაკეთ იმის გაგრძელება არის დიეგო იყო ანტიპოდი ყველაფრის დიეგო არ იყო მაგალითის მიცემი ბავშვი არა ეს კი დიეგო არ იყო პოლიტიკურად რა ვიცი ჩვენთვისაც ახლა ხან იქ ჩადიოდა რა ვიცი ის ყავდათ ლებრონ ჯეიმსი ხო არა რა არასდროს რო ანუ აი რაღაცა სამაგალითო მეოჯახე თუ რაღაც ეგეთი არის სოფლიოზე 2018-ში მოსკოვში არ გახსოვს რა დღეში იყო აი ესე რაღაცებს ვაკეთებს არაფხიზელი
ალბათ ყოლფურად გადანგრეული. გოლის გატანით გაშიფრეს ტიპია, თვალებით ახლოს კამერას. აი ეს მე მაგრამ რო ვთქვა, რა თქმა უნდა ყველას პირადი არჩევანია, რა ცხოვრების წესს აიჩევს, მაგრამ ჩემთვის არ არის ეგეთი ცხოვრების სტილი, ადამიანი ჩემთვის არ არის ახლო ადამიანს არ მიმაჩნია რა. და აი მას რამხელა ის ქონდა ძალა და გავლენა საზოგადოებაზე, რო დღემდე მე გეუბნები ამისთვის სადღაც მოუყევი ეს ნეაპოლში რო ჩავედით და მანქანა რო ვიქირავეთ მეგობრებთან ერთად. პირველად ვიყავი ნეაპოლში და რაღაც რუკაზე კარგად ვერ ნახეთ და ამ მანქანი ვინც იყო იქ გოგონა რა მენეჯერი თუ რაღაც ვკითხე ახალგაზრდა გოგო იყო. მეთქი ეს მურალი თქო რა ადგილას არის დიეგოში თქო რა ეს რაც წეგან თქო ეს მურალი და მე გოგო მითხრა მე არ ვიცი ეგ მურალი სად არისო რა. მეთქი ანუ აქაური ხარ მეთქი კი აქ დავიბადე გავიჟარდეო. მან აქეთ ცხოვრობ საერთოდ მეთქი ანუ ვერ ხვდები რაღაცას და რატომ მეთქი რა. მე სახლის გზაზეო ეგ გზა უნდა გავიაროო, მაგრამ 28 წლის ვარო და მე მაგზით არ წავშლი ვარ სახლშიო რა. ეგ არასდროს, იმიტომ მურალამდე მაგ ხო ისეთი ადგილი იყო, დიეგო რო წავიდა გააკეთეს, მაგრამ დიეგო რო დაიღუპა, იმის მერე გადაიქცა ეგ ხსოვნის ადგილად რა. რამდენი წელს გვარია დიეგო ახლა 5-6 დაახლოებით. ხო რაღაც არის რა. დიეგო რაც მოხდა ამ გოგომ თქვა რომ მე მაგზით თუ არ გავშლი ვარ სახლისკენ. მან დრო მივიდეო, ჩემ თავსო დავაჯერებ რომ მართლა მკვდარიაო რა. ხო არ ხარ. და ატირდა ესეც, ანუ ძალიან ყველაფერზე ეს ტაქსი ძღოლი რაც გითხარი რა, ეს ხა ტირილი სისუსტეთ კი არ აღვიქვა, მაგრამ იმ ხო ემოციის გამოხატვა არის ხო ტირილი რა. თან სენტიმენტალური ხალხია ხო რა, და მან კიდე ეს რაღაცები რომ ემოციურად დავიჭირეთ, მაგიტო გითხარი ამ დაწყებამდე რომ მეთქი მანიაკალურად უყურთ ფეხბურთს თქო რა. თამაში იყო, საჩემპიონო თამაში ჰქონდათ ვერონასთან ნაპოლის, სადაც უკვე სკუდეტო უნდა გადაეცათ. მაგ თამაშზე ვიყავი რა, თამაში იყო 8-ზე საღამოს, ეხლა ინტელექტუალური დრო რა გონია სტადიონზე წასასვლელად. კაი, შუა დღეს იციან ევროპაში თამაში წება რომელზე მიყო სტადიონზე. რომელზე მიყო სტადიონზე. ნუ მე მივიდოდი 7-ზე, მაგრამ ეხლა იტალიელების ამბავი და ეგ ამბავი ისეთი მასშტაბის თუ რომელზე გონია რომ მიდიოდი 3-ზე. არა. 9:30 იყო. დილის? ჩასულები ვართ. ღამის დილით დავიძინეთ და ბიჭო, სადაც დავხედე, აი ისმის შეძახი დროშებით რაღაცა ეს თავის შეძახილები რაც აქვს. დავხედე, სადაც ხისნა მეთქი დრო არ გადმოვიდა ამ იტალიაზე, მაგრამ თუ არ გადმოვიდა, პირიქით უკან ხوار ყოფილიყო. გავედით რაღაცა 9:30 ანუ ღია არ იყო არაფერი. ტიპები მიდიოდნენ სტადიონზე. ეგეთი რაღაც ანუ არ მინახავს. შოქში ვიყავი, გეუბნები. მაგით ცხოვრობენ რა პირდაპირ გაგებით. ცხოვრობენ. მე ნანახი მაგის ხანდა. ახალის ხარლებელია. მარაკანას სტადიონზე, არგენტინაში River Plate და თქვათ Boca Juniors თუ თამაშობენ, ანუ ადამიანები პირდაპირ გაგებით, ანუ გულსუხევია და დაბრედილა ხალხი რა, ტირილიც და იმაზე არაფერს აღარ ვამბობ, ამიტომ მანდაც იტალიაში თან ვითომედეს ნეაპოლში, ანუ რომელიც ვერ იტყვი რომ ეხა ერთ-ერთი ისეთი ხარია, ну საკმაოდ დიდი გამოწვევებიც აქვს მაგ ქალაქს და სპორტი და იქაური ფეხბურთელები არიან როგორ გითხრა რა, ანუ მათი აი ყოველდღიური ცხოვრების უდიდესი ნაწილი რა, ამიტომ მათთვის ეს გავაკეთო prediction-ი ხა ეს ყველაფერი ხო იდება ინტერნეტში წერში და რა ვიცი, შე ვიდეო ხო ნახვად იქნება 10 წლის მერეც მაგალითად. მე მგონია რომ ხვიჩას აქ რაღაცა დიდად რაღაც მგონია რომ ხო არის ეგეთი ჩვენ თუნდაც რელიგიურად რომ ადამიანს აქ ბედის წერა რაღაცა და თავიდან რა გზაც უნდა გაიაროს რა. იმაში არ ჩავალ თეოლოგიურ საკითხებში, მაგრამ ეგეც არ მგონია შემთხვევითობა რომ ხვიჩა აღმოჩნდა ნეაპოლში. ხო შეიძლება სიტყვა რაღაც რავი უდინეზე ყოფილიყო და იგივე ის გაივლო ან რაღაცა რა ვიცი ატალანტა სიტყვაზე ხა ატალანტა საოცარ ფეხბურთს თამაშობს წელს მაგალითად. აი მან რომ მოხდა პირველივე წელს რომ ეგ ამბები დაატრიალა და ეხა იმის არ ვარ რა ქვია ის არ მინდა დარჩეს დავეშლება რომ ხვიჩაზე რა თქმა უნდა იყო სიმენიც იყო სხვა ფეხბურთელი კიმინჯეც იყო და გუნდი იყო მთლიანად მანქანა და მწვრთნელი რაც თავარია სპალეტი რომელსაც სასწაული ხო თქვით რომ რაღაც წარმატება ყველასია ეს წაშლაც ეხა და PSG-ში არ ვიხნახავთ PSG ეგ რომ მივიდა უკვე ისე იყო რომ ლიგაზე ან გავიდოდნენ იქიდან ან არა ბოლო ორი თამაში და მოიგო რა რაც სიტისთან 2-0-დან და ლივერპულთან კი ნახავდი რა თამაშებიც იყო. ნუ მე ეგეთი სეზონება არ მიმიღია დიდი ხანია ფეხბურთი. ეგეთი ინტენსიური ფეხბურთი და ეგეთი მაღალი დონის ფეხბურთი მე არ მინახავს რა. ხოდა ეხაც გონია წელს რომ აი რაღაცა ეს იხბალი რაც ამასთან დაყვება და თვითყოფა და აქ დამოუკიდებლად გონია რომ წელს შეიძლება PSG მერს დანატრი ლიგა ხვიჩასთან ერთად მოიგოს. გამართლება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე მჯერა იმისი რომ ადამიანი თვითონ ქმნის აი ამ გამართლების გრავიტაციას რა. თავისი ცდილობებით, შრომით, სხვერპლით
და კიდე რა ვიცი, ბევრი რამე. მაგ დონეს ვერ გამორიცხულია, რომ მარტო ნიკიტა გაკაჩა. და კიდე ეგეც მაგას გიმყარებს ის რომ ფეხბურთელიც სადაც ცხოვრება ნანახი აქვს რა. მე მინდა უთხრა იმ მომავალ სიტყვაზე დამწყებ ფეხბურთელებს ანც ვინც ამ გადაცემას ნახავს ან ზოგადად გულშემატკივარს რა. აი ვერც წარმოიდგინე როგორც წე შეგიძლია წარმოიდგინოთ იმაზე კიდე 10 ჯერ მეტი შრომის ჩადება არის საჭირო იმაში რომ იმ დონეზე მიაღწიო რა დონეებზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ. აქ არ არის აპარაკი მარტო ხვიჩაზე, ჩაკვეზე, მამარდაზე. ყველა გავერთიანი მაღალი დონის სპორტსმენები ვთქვი რა. ხო ეხა სიტყვაზე სიგიჟია მაგალითად ეხა ჩვენი მოქმედი ფეხბურთელი შეადარო რავი კობის, ლებრონს ან ჯორდან ამ ლეველებში, მაგრამ ეგ ხო საერთო როლ მოდელზე ვლაპარაკ. მე ვლაპარაკობ წარმატებულ სპორტსმენზე, ადამიანზე, რომელმაც თავის ცხოვრების გზაზე უამრავი რაღაც გადადო, სხვა რამ დააპრიორიტეტა, URG-ში და თუნდაც რა გინდა ფეხბურთს გავწდეთ და აგერ მოდი UFC-ზე ვილაპარაკოთ რა. რამდენი მერაბ დვალის. ჩემთვის რავი, აი თვით ადამიანი რომელმაც შრომით, ბრძოლით, ჩემ პოსტებს მიგდებს ხოლმე Facebook-ზე და სადღაც 5 წლის წინ მაქვს დაპოსტილი, მართლა იმ შენებლობაზე რომ რაღაც მუშაობს და მიდი მერაბ და მაგალითი ხარ ჩვენთვის თვითონ ამერიკული ოცნების განსახიერება. მაგერ ეხა კამბრით, ილიაც, თოფურიაც, მე მამარდასგან მაქვს მოსმენილი, ვერ წარმოიდგენო აი სახლში ისეთი დარბაზი აქვს აკეთებული და იმდენ დროს უთმობსო, ხო აიციან ხოლმე რომ თქვა ლებრონი ვარჯიშობს დღეში 7 დღე რაღაც ჯოკოვიჩი 6 საათი რაღაც. რავი 10 და 12 საათი შეიძლება იმ დარბაზიდან ალექსანდრე შეიყვანოს არ გამოვიდნენ ორივე და იუარჯიშოს რაღაც ილეთები გააკეთოს სტრატეგია და ხაზოს ეს ძალიან ის არის რა ძალიან დიდი სივრცეა და ძალიან დიდი ეს დედიკეიტ მიძღვნა რაც არის შენგან ბევრი რაღაც უნდა მიცე სპორტი ძალიან სამართლიანია რასაც მისცემ იმას მინიმუმ დაგიბრუნებს და თუ არ გაეცი და არ ჩადე ვერ მიიღებ გამორიცხულია რომ ამერიკელები ამბობენ ხოლმე NBA-ში რომ I never cheat the game რა ანუ ამიტომ რომ შესაძ მე მჯერა მაგისი და კიდე ჯორდანი ამბობდა ხოლმე რომ წაგება ისადმი შეგუება ანუ ნახე თვითონ წაგებაზე კი არ არის მარტო მაგრამ შენ ნელ-ნელა თუ ეჩვევი კომპრომისებზე წასვლას ნუ აი რა მოხდა ეხა რა მაინც ხო ამდენი გავაკეთე რა მოხდა გესმის და იმათ სხვა ტიპებს რომლებიც დიდ სპორტში დიდი სიტყვას ამბობენ იმათ სხვა სტანდარტები აქვს მაგის თქმა მინდა რა ეგ თემა გავაკეთე ყვარასი რაც გითხარ ეგ მომენტი მაქვს თქო დაჭერილი ხარ ვიცი ამ ვიდეოს ყვარა თუ ნახავს ეხლა ყვარას რა შეიძლება დააკლდეს თქვა დიმასთან რაღაცა იმის რა X-იდან 0-ის წაგებით მაგრამ იმის მაინდსეტი ისეა დაყენებული რომ იმას არ შეული არ უნდა წააგოს არაფერში არ უნდა წააგოს რა და ეს ძალიან კობის ზუსტად კობის აქ ერთხელ რაღაც მონაკვეთში წიგში დაწერილი რომ ძალიან რაღაც პერიოდი მქონდა უკრიტიკული რა ძალიან ბევრი კრიტიკა მიგრო ძალიან ბევრი და ჩემ თავთან დაფიქრდი რომ მართლა სწორს ხო რამობს ეს ხალხი და მე ხო რაღაცას ისე არ ვაკეთებ რა შაკი და კობის კონფლიქტის დროს იყო განსაკუთრებით ყველა ის ფრაზაა რასაც მე ვიღებდი უარყოფით რომ მე I used it like fuel საწვავად მივიღეო რა ჩემში ჩავასხიო საწვავად რომ მეტი გაზი დამეჭირაო და მეტი წინ წასულიყავიო რა ეს გონებაც თუ ისე არ გაქვს მიმართული რომ ფსიქოლოგიურად თუ არ ხარ მზად ამ ყველაფრისთვის შეიძლება ისე მარტივად ჩამოიშალო ინდივიდი და პიროვნება რომ ის შენი ფინტიც ფეხის გადატარებაც კარში დარტყმაც მეორე დღეს არავის აღარ ახსოვდეს რა მდგრადი იმდენად უნდა ხვიჩას რუტინა როგორია აი კონკრეტულად მისი თქვა ამ კუთხით ან სპორტისადმი სპორტის რუტინა რა ანუ ცხოვრების წესი რა თითქმის ყველას იდენტური აქვს რო გითხრა რა მაგათ ნაკრების შეკრებაზე და გუნდებში ფაქტურად რა ვარჯიში დილით გაგვიძება წასვლა ბაზაზე, იმიტომ რომ ეხა გუნდებში უმეტესად ევროპაში ეგრეა მიღებული, რომ ეს ერთად ყვება და იქ საუბრობენ რაღაც team building-ის ნაწილად კი არ აღიქმება მარტო. ეს არის მაგათი რაციონის გაგრძელება, იმიტომ რომ გუნდს ნუტრიციოლოგები ყავს, რაღაცა ყველას თავისი წონა აქვს, რომელიც უნდა აკონტროლოს და არის მაგალითად ჩაკვეს უთქვამს ხოლმე, რომ შუა დღეს თქვა დილით რომ მიჭამია უოტფორდში შუა დღეს რაც უნდა შეჭამოს და საღამოს იქიდან ატანიან გუნდი რა შედებს მაცივარში მე გააცხელებს ან ისე შეჭამს და მიიღებს ჩაოლებრივად რა მიდიან ვარჯიშზე სტილის პროცედურები რაც არის გადიან იკეთებენ უკვე თითქმის ჩვენ დასაბედნიეროდ ისეთ კლუბებში ყავს ფეხბურთელები სადაც ეს პროცესი რაც არის ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი ანუ გულისხმობ თამაშამდე მომზადებას თამაში და მე თამაშის შემდეგაც ხო ცალკე ეს აღდგენა დასვენების დღე რაღაცა რილექსი რა ჩაოლებრივად ვარჯიშობენ ამ ვარჯიშის მერეც არის პროცედურები რაც მოყვება იქ მე იგივე ფიზიოებთან ერთად რაღაც დამუშავება კუნცე რაღაც რელაქსაცია ყველაფერი მე მაგალითად შეიძლება ისადილოს და მე უკვე ეს დღის პირველი ნაწილი რასაც დაახლოებით ყოველ დღე ესენი ბაზაზე ატარებენ რავი თქვა 2 საათამდე 3 საათამდე ბრუნდებიან შინ
და უკვე გრძელდება მე იქაც იგივე პროცედურებით პრინციპში რა ხა არიან მაგალითად ნაკრებში ფეხბურთელები ვისაც ყავს პირადი მწვრთნელი ფიზმომზადების მაგალითად რომელიც შეიძლება ან მასთან იყოს სახლში ან შეიძლება ახლოს ცხოვრობდეს და მოდიოდეს ან შეიძლება ონლაინ კონდეთ ჩართვა შეიძლება დღეს ეგეც ხო ჩვეულებრივად დისტანციურად კიდე რაღაცით დაკავდეს შეიძლება იყოს ეს რაღაცა ფეხბურთის გარეთ გასული აქტივობები თქვა რაღაც ხელოვნების მედიტაცია, იოგა, სხვადასხვა აქტივობები რაც ტონუსში შეიძლება მოგიყვანოს და უფრო მეტად მოგცეს შენი სხეულის ფლობის საშუალება და კონტროლის საშუალება, ბალანსის საშუალება. არიან ფეხბურთელები, ვინც მაგალითად რაღაცა ენას სწავლობს და ონლაინ კურს გადის, არიან ფეხბურთელები, ვისაც რაღაცა მაგალითად მომდა რაღაც მარკეტინგის კურსი სწავლა და აიყო რაღაც კურსი ონლაინ და მარკეტინგს სწავლობს რა. არის ადამიანი, ვისაც მაგალითად რაღაც ჭირდება რაღაც მომენტში რაღაც სპორტულ ფსიქოლოგთან მუშაობა და შეიძლება იმასთან კონდეს რაღაც საუბარი და ესეთი რუტინა არის დაახლოებით რა მე ოჯახი რა თქმა უნდა ვისაც ახლა შვილი ყავს მეუღლე ყავს უკვე თითქმის ყველას და რაღაც თქვა რა ვიცი წელს ზუკა მამარდა კვარა აზარა გოჩოლა ყველას ესენი შეუერთენ უკვე მამის როლი მიიღო ყველამ დიდი კაცები გახდნენ და ბავშვი ახლა მე არ გამომიცდია მაგრამ იცი რომ ძალიან ახალი ეტაპია ცხოვრების და აბსოლუტურად სხვა იმაზე აყავ ხარ ერთი კითხვა მინდა დავსვა ახლა ზუსტად მაგაზე რომ რა როლია ფეხბურთელის ცხოვრებაში მეუღლეს. ახლა რატო ამბობ ამას? იმიტომ რომ კევინ დურანტის იცის ყველამ რომ კეიდის ფანი ვარ და გავუტრაკე ხალხს უკვე, მაგრამ რა გავაკეთო? მეც მაგინგში. კევინ დურანტის MVP სპიჩი რო იყო, აი რაც შენ თქვი რა მადლიერებაც ქონდა მშობლებთან მიმართებაში, რომ ანუ ისე რომ ვერც იგებდი იკლებდა ძალიან ბევრ ამეს, ხო? იმისათვის რომ შენ უკეთ ყოფილიყავი. კევინიც მოდიოდა რა ესეთი ღარიბული გეტოუბნიდან, სადაც და MVP სპიჩის დროს ამბობს რომ ანუ შენ დედა გვაღვიძებდი ჩვენ დილად დილით რაღაცა შვიცაძე იმისათვის რომ გაგვეკეთებინა აზიდოები, გვერბინა, იკლებდი საჭმოს რომ ჩვენ გვეჭამა ხო, მას მაწყავს და ასე შემდეგ და ანუ მთელი ეს მიწღნა და ეს შენ you are the real MVP იწყებს და იწყებს პირას, ახლა ემოციური ტიპია რა. ხო და მერე უკვე სულ იმას წერ ხოლმე რომ აი ბოლო 4 წელიწადი არა, კაი წელიწადი მიზეზები ბევრია რა. მაგრამ სულ იმას ვამბობ, რომ მეთქი ბიჭო მოიყვანე რა ცოლი რა ხდება 37 წელს მე ბოზი მეიყვანე თუ გინდა, მაგრამ მეიყვანე, იმიტომ რომ მეთქი მოიყვანე ეს მთელი ზაფხული ვიღაცა ნაშებთან ერთად სადაც იახტებზე რო არის არ მომწონს რა, რაღაც ანუ არ მომწონს ახლა ისეთი ნათქვა ეგრე მიაღწია მაგან ყველაფერს, მაგრამ მაინც ასაკი ისეთია რომ გონია რომ აი შიგნით სტაბილური სიტუაცია თქვა ის მე შვილს კიდე სხვა мотиваცია აქვს, მამა გახდის სხვა мотиваცია აქვს და კარგ საკითხია. სოლების როლი რა არის, იმიტომ რომ კარგ საკითხია ჩემმა მეუღლემ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჩემ დაკვირვებას გეტყვი რა შვილის არ ყველაზე გაუშვი ხაზი მეუღლეც არ მყავს შესაბამისად და მე გეტყვი ჯერ არ გამომისწია ცხოვრებაში თუმცა ბიჭებთან რა ურთიერთობაც მაქვს მეუღლეებსაც უმეტესობას ვიცნობ რა და ვინც ჩამოვთვალეთ ჩვენ და რასახელებიც ვახსენეთ კონკრეტიკა რო არ მივცე და ცალ-ცალკე რო ყველა არ მოვიხსენიო ძალიან ჩემად მიხარია და ძალიან გახარებული ვარ რომ ესეთი მეგზურები ყავთ ცხოვრების რა ეს შეიძლება ჩვენ შეიძლება განვიხილოთ ამ ადამიანების როლი ყველაზე მძაფრად ამ ცხოვრებაში რა მშობლებზე მეტად მძაფრადაც გავლენის მოხდენა ამათზე ვისაც შეუძლია იდეურად ცხოვრების სტილით რაღაც მიმართულებების მიცემით ეს არის მეუღლე რა მე რასაც უყურებ ამ ყველას ურთიერთობას რასაც ვაკვირდები ყველაზე ახლო ადამიანებად განიხილავენ ბუნებრივია მეუღლეებს და decision maker-ებად კი არა ერთად decision maker-ებად ერთად decision maker-ობა ნიშნავს რომ შენ მეუღლეს იმდენად აფასებ და იმდენად ხედავ მის შენ ცხოვრებაში ისე ინდობი რომ შენ ერთ სიმაღლეზე განიხილავ ხო სიყვარულის იდეას ხო მოდელის ალბათ ეგ არის ხო რა მაგრამ ეგ კომფორტი მე რა ვიცი ბევრგან არ დამინახავს მაგალითად სიტყვაზე ფეხბურთის გარეთ რო დავიძახო რა სიტყვაზე ჩემ მეგობარს და სადღაც დამინახავს რომ თქვა ჩემ ძმაკაც რაღაც უპირატესობის მოპოვება უნდა თავის ცოლზე იმიტომ რომ decision maker-ი ეს იყოს ეგეც ხო რაღაცა არის ეგეთი მიმართულება შენთან რომ რაღაცა გოგოც ვინახავს ეგეთი რომ უსწორდება რომ კაცმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მე რატო უნდა ჩავერთო ერთნაირად თქვას და მე დავაფოლოვებ უკან რა ეგ ინდივიდუალურია პრინციპში სულ კონტექსტში არ ვარ მაგრამ ესენი ძალიან დიდ როლს თამაშობენ ამათ ცხოვრების და კარიერის გზაზე და რთულია ფეხბურთელის ცხოვრება რა. წარმოვიდგინე, შენი ხასიათი შემოთელი კვირის იყოს მიბული იმაზე, როგორ დამთავრდება თამაში. რა ხასიათზე მოვა შენი ქმარი სახლში, რა თამაში აქვს წინ. აგერ წავიდა ადგა გასვლა აქ ლივერპულში ვერ ნახავს 3 დღე მიდის სხვაგან. ბავშვი რჩება, შეიძლება ბავშვი გამეკმილი ამოდის სიცხე აქვს და მარტო ხარ ვერ მოწყდება თავის საქმეს. სუკას მაგალითად დათი რო დაიბადა ბავშვი
საფრანგეთში იმშობია რა მიან მეუღლემ და აქ თანაკრები შეკრება იყო რა და ჟუკა შეკრებაზე იყო ვერ იყო იქ ყველაზე მნიშვნელოვანი დროს მისი ცხოვრებაში იქ ვერ იყო რა მაგრამ იყო ჟუკას დედა იყო ჟუკას მამა მიას მშობლები ძმა ყველა და ჟუკამ აქ იყო აქედან ეგეთი ის მოუწია გაღება მშობლის მაგრამ ესეც ის არის ცალკე ნაბიჯია და ეგეც ცალკე პიროვნებაზე მოქმედებს და გულისხმობს რა ამიტომ ჟუკა ეხლა რასაც უყურებს იდეალური მამა არის რა ჯერ ბავშვია უსაყვარლესი და ის საოცარი აბსოლუტურად და რო უყურებ ეხლა ამათ ხო რაც მომყევი თავიდან დასაწყის ისტორია ის 11 სექტემბერს ვერ გაიხსენებს თქო იმიტომ რომ აკვანში იწვა ყველა თქო ეხლა უცებ რო ხედავ რომ ეხლა აქ თქო ოჯახების დღე შეკრებაზე რა თქვა 1 საათით მოდის ოჯახი რაღაც და ეს ბავშვებით უკვე რო ხედავ თავიდან რომ ყველა პატარები და ეხლა ბავშვები რო ყოცხეს და ხვიჩაც ეხლა დამიანე და რაღაცას რომ მივწერე და დამიანეს წინავს და გადმოგირეკავ ვერ ვლაპარაკობ და ის არის ჩემთვის რა რაღაც ძალიან ემოციური ეხლა მამარდაც რო დაემატა და მამების როლი რომ მოირგეს და ძალიან მაგარი მამები რო არიან და ეხა ის არის კიდე ერთმანეთს ვიღაცას ციტას ბავშვი შეეძინა რაღაცა იმას კვარას რაღაცა აჩუქა ბავშვისთვის რაღაც ფეხსაცმელები პატარა მე შემდეგ შეკრებაზე კვარამ იმას ჩამოუტანა ესენი ბავშვისთვის და ესე რო უყურებ ხოლმე რაღაცებს რო აძლევენ ერთმანეთს ის ამას აძლევს რაღაცა ძალიან საინტერესო პროცესია რა ძალიან დიდი ტიპები გახდნენ სხვა ლეველზე გადავიდნენ ამ ნაკრებში ყველაზე ადამიანები გახდნენ ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ ნაკრებში რამოდენიმე რაღაცა არის ეს არის ერთი რომ პროფესიონალიზმი ანუ სუნატყულობდი რომ მეთქინე და საქართველოში ნიჩთან ერთად პროფესიონალიზმიც მოვიდეს და მიდგომების კრიტერიუმები სწორი იყოს მეთქი იმიტომ რომ მე მჯერა და თბილისის დინამოს წარმატებას 91-ში და არა მხოლოდ 91-ში არამედ მე ლივერპულს მოუგეს თასების თასზე კი არა და ჩემპიონთა თასზე რომელიც რავი ეხლა რომ ბარსელონას 3-0 მოუგო ეგ არის თა როგორ მოუგეს მაგასაც მნიშვნელობა აქვს ულამაზე სტილში თბილისის დინამომ. ეხლა რა არის? იცი ნოდარ ახალკაცის პერსონაჟი თვითონ ზოგადად მიმაჩნია რომ ფეხბურთის ისტორიაში და განსაკუთრებით საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში არის უნიშნულოვანესი, იმიტომ რომ მისი ხელწერა მე მგონია იყო ის რომ ძალიან ნიჭიერი 11 სტარტერი და თავისი თქვათ შემცვლილებიან მთელი გუნდი ასე ვთქვათ, მან მოახერხა რომ ქართულ შემოქმედებითობაში, ნიჭიერებაში, ხშირად შეიძლება ირაციონალურობაშიც კი მოახერხა და შემოიტანა ეს რაღაცა სამხრეთ ამერიკული და ჩვენი თვითყოფადი ნიჭი, რაც არის შემოქმედებითი ფეხბურთი, ლამაზი ფეხბურთი, დამეჩა ევროპულ პროფესიონალიზმთან ასე ვთქვათ რა, ანუ ესეთი დისციპლინა, სწორი პერსონალიტის შერჩევა, ანუ ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან დიდი როლი აქვს შენ ცხოვრებაში. ერთ-ერთი კიდე რაც მომწონს, რომ ეს წარმატება და ეს შედეგი ვერ დაიდებოდა, რომ ბიჭები არ მხოლოდ საქართველოს, ანუ მესმის რომ როცა ნაკრების ფორმა გაცვია, პირველ რიგში შენი ქვეყნისთვის იბრძვი. მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ერთმანეთი გიყვარდეთ და ერთმანეთისთვისაც იბრძოდეთ. ანუ მე ვერ წავალ ომში თვითთან ერთად, რომელიც ვიცი რომ 100% სადვართ, ეგეთი რაღაც. თუ ერთმანეთი არ გვიყვარს და ჩვენ ერთმანეთისთვისაც არ ვიბრძვით, ის კი არა ადრე რო იყო ხოლმე, აუ შენ დაკარგე, მე რატო ჩამოვიდე და რამე კი არა. ზუსტად ეგ უნდა მეთქვა. შენ რო დაკარგავ, მე სადვარო გამოვასწორო, დაგასწრო, მე გამოვასწორო შენი შეცდომა. ძალიან დიდი როლია ვილის ამაში რა. ასევე კიდე ხვიჩას ერთი მომენტი მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ მე მგონია რომ შეიძლება ეს თქვა რაღაცა ძალით არაკეთებდა ამას თქვა, მაგრამ კარგად არის გასაზრდებელი ის, რომ მასზე წამოსული რახან ეგეთ ფიგურა იყო და ამხელა წარმატებასთან ერთად სხვა ბიჭების მამარდაც ყველას თითოეული кейსი ძალიან მნიშვნელოვანია რა, მაგრამ როცა შენ მთელი წნეხი მოდის შენზე, ხო, თავისი ყველაფრით ავტომატურად ეს გარკვეულწილად ეხსნება სხვა ადამიანებს. აი მაგალითად ჟოზე მაურინიო აკეთებდა ხოლმე მაგას, რომ სპეციალურად, როცა ინტერვიუები იყო პრესკონფერენციებზე, ამბობდა ისეთ რაღაცებს, აკეთებდა ისეთ რაღაცებს, რომ მთელი ეს ამბავი ამოსულიყო მისგან, რომ თავის ფეხბურთელები დაეცვა ამისგან, იმიტომ რომ დამატებითი ისედა წნეხია ნაკრებში თამაში, როცა დამატებითი წნეხია კიდე და მოედანზეც ხვიჩას გრავიტაცია და მოედნის გარეთაც ხვიჩას გრავიტაცია გარკვეულწილად კიდე ქმნის სივრცეს იმისთვის, რომ სხვებმა მეტი ვავირება ცოტა მეტი სასუნთქი ქონდეთ ადამიანებს, რომ კიდევ ერთხელ შეიძლება ბევრმა ვერ გაიგოს რასაც ვამბობ და არავის არ გთხოვთ რომ გაიგოთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ფეხბურთი ნათამაშები მაქვს, არა მაგ მასშტაბების, მაგრამ ნათამაშები მაქვს, პრინციპი მაინც იგივეა. ძალიან მნიშვნელოვანია გასახდელში სიტუაცია. მაგაზია თავიდან ბოლომდე დამოკიდებული.
მე მესმის იმ ადამიანებიც ფეხბურთში არ არიან ძალიან ჩახეთულები თითოეულ მეჩაპს ვერ ხედავენ აი მაგალითად ბუდუს ამბები რო იყო მე უყურებდი ამას საფეხბურთო კონტექსტში ანუ ვის ხვდებით გააჩნია აი ითამაშეს ბუდუ გააჩნია ვის ხვდები ანუ რა სტრატეგია აქვს აღებული იმ სურნელს ტაქტიკურად როგორ არის მომზადებული რაზე ადგებს შენ ნომერ პირველი ეთამაშები თუ ნომერ მეორე ეთამაშები ცენტრ ფორვარდი მეტად გინდა თუ უფრო ფლანგები გინდა გააძლიერო ხო ტიპიური ცენტრ ფორვარდი გინდა თუ გინდა უფრო კოლჩეტებებზე ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგასაც რა და იქიდან გამომდინარე კეთდება გუნდებიც რა სტარტერებიც ათლეტური მცველები ყველა რაღაც რატო შემოვიდა თქვა ქვილით აიყო ვიღაცის კითხვა შემოვიდა იმიტომ რომ რაღაც მეორე სართულზე ოდნავ კონკურენციაში შეხვდა გამარჯობა აი მაგის თქმა მინდა ზუსტად იქ რატო შევიდა ის შევიდა იმიტომ ეს ყველაფერი ფეხბურთი მაგითაც არის უნიკალური რა რომ ყველას გონია რომ მე არ მინახავს ტიპი მაგალითად კამათის დროს ეთქვას რომ მე ძმაო ფეხბურთში ვერ ყვევი რა ყველას გონია რომ ვერ ყვევა რა და ყველასია ფეხბურთი და ნაკრები მithumedas ყველასია რა თქმა მე პირიქით იუესალმებით ხო ვიძახი ნეტა ფეხბურთზე გვაჩხუბა და გვაკამათა სულ და ეგ კონდეს ტყის წესრიგი და მეტი აფერი არ იყოს გასარჩევი მაგარი ბედნიერი ვიქნებოდი რა ინდივიდუალურია ფეხბურთი მე რა ვიცი მამა ჩემთან ერთად მიყურებია ფეხბურთი და ჩვენ ორი ვერ შევჩერებული ვართ რაღაცა ერთადზე იმას კი არ ვიძახი თამაშგარე იყო არ იყო და უარი და გადახედო პრო რაღაც ნიუანსები ვიძახი ის უნდა იდგეს თუ არ უნდა ვინისიუს უნდა აიღო კროსბურთი თუ როდრის უნდა აიღო რაღაც ეს უნდა გამختარი ფედერერი იყო ყველაზე მაგარი თუ უნდა ნადალი იყო თუ ჯოკოვიჩია ღმერთი ეს ხო ძალიან მუსიკაზე რა ვთქვით იგივე პრინციპია ხო მაგრამ მე მაგალითად ფედერერი მიყვარს ყველაზე მეტად მაგრამ ვაღიარებ ნადალის და ჯოკოვიჩის გენიალურობას ხო მაგრამ ჩემთვის ფედერერია ჩოგბურთი რა არ ვიცი ესთეტიურობიდან არის თუ იდგა დამიყვანა თავისკენ მაგრამ ოცნებად ვქონდა ხო აი პიცამპრასიც მევასებოდა და მე ფედერერი ოცნებად ვქონდა რომ მეთქი აი ერთხელ მანახა კორტიდან ფედერერის თამაში და მე თუ გინდა სულ არ შემახედა ჩოგბურთი ხო ძალიან ლამაზად თამაშობდა ძალიან ხო პრინციპში იცი რა არის როცა საქართველოს ნაკრებს ეხება და განსაკუთრებით ფეხბურთში შეიძლება რომ საათები ვილაპარაკოთ ამაზე უბრალოდ არ მინდა რომ კიდე რაღაც თემები მნიშვნელოვანი თემები გამოგრჩეს კიდე უბრალოდ ერთი იმით შევეხები კიდე მეუღლეების მნიშვნელობას იმ კუთხით რომ რაც შენ თქვი ურთულესია რა როდესაც შენი მეუღლე დადის ჯერ რანდობა უნდა გქონდეთ ერთმანეთის რომ ამ სფეროში კალათბურთელებსაც რო უყურებ ამ მთელი სეზონი მიდის NBA ანუ წარმოიდგინეთ იმა 6 თვე ადამიანები ყოველ მეორე დღეს თამაშობენ ხანდახან ყოველ დღე და გადაფრინდი ნიუ-იორკიდან უნდა გადაფრინდნენ ორეგონის შტატში რომელიც არის ალბათ ფრენით 1-7 საათი უნდა იარო ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში და როცა შენ ხარ მეუღლე და ხედავ რა ხდება რომ NBA ყველას უნდა იქ ჩიერლიდერები გამოდიან გესმის ყველა ქალისთვის მისაღებები არიან და გიждდებიან სეზონი ხო პრობლემურია მაქვს დაამატე შეკრებები როცა მოწყვეტილი ხარ ყველაფერს ან მეუღლეს მიდის ამდენ ხანს მოდის მე კიდე სეზონი კიდე თამაში კიდე მე ქალაქების ცვლა ბავშვი გადა სკოლაში ყავს შეყვანილი 2 წელი თქვა პარიზში გადახვედი ლონდონში გადაწყობა ამინდი სხვადასხვა ის ხალხი ხდება სხვა კულტურა ხდება სხვა ის ხდება ეტაპები ხდება და აი გეტყვი რა კონტრასტულია ძალიან ჩემში მაგალითად აი გულშემატკივარი და ყოფილი სპორტსმენის ბრძოლა სად არის ხოლმე და ომი რა ანუ მაგიტო ვამბობ რომ ყოველთვის ვერ შეხედავს გულშემატკივარი, იმიტომ რომ ემოციური ფონი მაღალია, ყოველთვის ვერ შეხედავს ისე როგორც შიგნიდან და აი ყველაფერი როგორ არის. გვერდიდან სხვანაირად ჩანს. მაგრამ აი ბრედლი ბილია, რომელიც ფინიქსანში თამაშობს და თავის ოჯახთან და 2 წლის წინ გადმოვიდა, ხო? მაგრამ აღარ გვინდა რა ფინიქსში რა, არ არის ვერ ეწყობა გუნდს და მოკლედ, არ არის ის ტიპი, აი ეგეთი ვინერი ტიპი თითქოს არის. ხო და ეხა ერთის ხრივ ვფიქრობ და ხვდები რა, იმიტომ რომ მე თვითონ მშობელი ვარ და ხვდები რა გამოწვევებთან არის კავშირში, იმიტომ რომ მიდის თქვათ ხო მეუღლე ბავშვებთან ერთად და იქ მთელი ფინიქსი ამ ბილს აგინებს რა თქვათ რომ წადი და აუ ეს ბავშვებს ყურებს ზიადებს და გავედით აქედან აზრი არ აქვს თუ რაღაც ეგეთი მე და მეც მინდა რომ წავიდეს და აი ნერვებზე მოშლით მithქვავს რომ მეთქი არ გინდა ხო და მაშინ შეეგუე ფანების ეგეთ დამოკიდებულებას იმიტომ რომ მისგან იყო წამოსული რაღაც ფრაზები რომ მე გვეტოადებს რა თუ უნდა დაატრეიდებენ თუ უნდა არა ანუ მასზია რა და არა გუნდზე და ბიჭო მე დავიჭირე ჩემი თავი რომ მეთქი რას უტრაკებ ტიპს ეხა რა იმიტომ რომ მისთვის იმიტომ რომ დაიდო რეპორტი რომ უნდა ვრო თუ გადავაო გუნდიდან რომ მხოლოდ თბილ შტატებში და თან კიდე არ უნდაო იმიტომ რომ ბავშვმა აქ დაიწყო სიარული სკოლაში თუ რაღაც ნუ ეხა მე კიდე ნერვები მეშლება და მეთქი ბიჭო ბიზნესია ეგეთი რა ეხა რა უნდა გააკეთო ეხა დღეს აქ ხარ ხვალ იქ ხარ სამაგეროთ 50 მილიონი გაქვს ხელფასი ეხა ხო ბალანსებს ეგ პრობლემა მაგრამ ადამიანური ფაქტორით მესმის ხოლმე მაგრამ როგორც გულშემატკივარს რა თქმა უნდა მინდა შედეგი და ამიტომ ამ შედეგს რაც მოიტანს ყველაფრისთვის ზადვარ ხოლმე რა და მეუღლეებზე აი მაგიტო აღნიშნავ რომ უდიდესი როლი აქვს იმიტომ რომ რა სიტუაციაც გაქვს სახში რა ნდობაც გაქვს სახში
პირდაპირ ითარგმნება მოედანზე, იმიტომ რომ შენ შეიძლება კონფლიქტში იყო და ამიტომ ვაფასებ მეთქი ეგეთ ადამიანებს, ვინც ამ ხელად წარმატებას აღწევენ. რამ ასაკი ახალგაზრდები არიან. იმ ფეხბურთელებსაც ხო ანუ სიყვარული აქვს, ვიღაცა შეუყვარდათ, ვიღაცა მოწონთ, სადღაც დრამა, სადღაც ის არის და მაგ დროს რომ შენ ამან არ შეგიშალოს ხელი და შენ კონცენტრაცია არ დაგირღვიოს, ურთულესი რამე, იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემ მეუღლესთან რაღაცა კონფლიქტი მომდიოდა, შეიძლება გადაცემა ვერ ჩამეწერა, მაგრამ საკუთარ თავზე მაღლა ვდგებოდი. თუმცა ძალიან მანგრევდა შინაგანად, რა ის მუღამი აღარ მქონდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ რაღაცა პრობლემაა, ხო იმისი. ნუ პროფესიონალიზმი ალბათ ეგეც ნელ-ნელა იმას, მაგრამ რთულია მეთქი და რა ვიცი, მე მინდა რომ ძალიან დიდი კომპლიმენტი თითოეული ჩვენი ნაკრების მეუღლეს და მადლობა გადაუხადო იმისათვის, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ისინი რო არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, ისეთი რო ეგეთი გამგებები არ იყვნენ და არ ეკიდებოდნენ სწორად ამ სპორტს და ამ სფეროს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქართული ფეხბურთელები ვერ მიაღწევდნენ ამდენს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ხა არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ისე მიაღწიეს, რომ იმ დროს მეუღლე არ ყავდათ და შემდეგ ყავდათ, მაგრამ ყოველდღიურობაში ძალიან რთული გამოწვევაა და გამძლეობას და ბედნიერებას გისურვებთ რა. და მნიშვნელოვანი არის. ხო, ნუ პრინციპში ბევრ თემაზე ვისაუბრეთ. სომხეთის თემაზეც გულდასაწყვეტია, რახან ამაზე დავიწყეთ თავიდან საუბარი, მეც ვიტყვი ჩემას, რომ რა თქმა უნდა გული დამწყდა, მე სპეციალურად არ დავპოსტე არაფერი, იმიტომ რომ ნაჩქარებად არ მიყვეს ხოლმე რაღაცების დაპოსტვა, იმიტომ რომ როგორც წესი ჩვენ ძალიან ესეთი მოდის ინფორმაცია, მოდის და ხშირად რთულია გაარჩიო რა და მე არ მიყვარს ხოლმე როცა რაღაცა დავპოსტო, დავწერო, statement-ი გავაკეთო და მე აღმოჩნდა სხვა რამე. თუმცა ეხა ბოლოსკენ ვართ უკვე და მინდა კითხო რა სანქციებზეა საუბარი, იმიტომ რომ ამაზეც ბევრი ჭორი ვრცელდება, ზოგი ფულად ჯარიმას ამბობს, ზოგი ამბობს, რომ შეიძლება სარიელი გულშემატკივრების ფონზე მოგიწიოს თამაში. ჯერ არ არის არაფერი ვერდიქტი ცნობილი. თეორიულად დასაშვებია და შეიძლება სამწუხაროდ იყოს ეგეც რა. უმაყურებლად თუ არა რაღაც სიტყვაზე ნახევარი ან რაღაც იყოს საჩელი რა. შეზღუდული რაოდენობა. ხო, რაჩნია ეგ დელეგატი ხთენს მონიტორინგს ამ ყველაფერს არ ხდებოდა ფოტო გადაღებას, მე ხდება ამოღება ვიდეო კადრების და შეფასება UEFA იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა დონის დარღვევა იყო იქ მე ცალკეა კიდე განსასაზღვრი რომ ხალხი რო შემოვიდა იქ ერთია, მაგრამ იქ ვიღაც შემოსულება ამ სტუმარ სექტორს ზოგმა ბოთლები ესროლა, ზოგმა რაღაც ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა და ვინაიდან და რადგანაც ეს ყველაფერი არის განხილვის და გაუვლის და დეტალურად არის გაწერილი მთელ გაიდლაინში ქცევის და მხრივ გადაწყვეტილება ალბათ რაღაც პერიოდის მერე ცნობილი იქნება და იმედია რომ არ დავზარალდებით იმ ადამიანების გამო რომელმაც რაღაცა თავისი პირადი რაღაცა ემოციის თუ რაც იყო ჯერ იმ ხალხს ჩამოსულ ხალხს ფეხბურთსაყრელად შეურაცხყოფა მიეყენა დაუსახურებლად და ალშკარად და კიდევ ერთხელ მე ჩემ წილად ბოდიშ ვხდი იმ ადამიანებს გულშემატკივრებს რომლებმაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ერევანში დიდი სიყვარული და პატივისცემით მიგვიღეს და მოგებაც მოგვილოცეს თამაში მე და სრულად მიიღეს ეს ყველაფერი და ჩვენ აქ მით უმეტეს არაფერი არ ქონდა სააგრესიო ცხრით ერთი მოვიგეთ და როში უნდა შეგვერგო და დავტკვარიყავით იმ მომენტით და უცებ რაღაცა იმაში გადაიჯარდა ტყიდან გამოქცეული რაღაცა იმას გავდა რა კიდევ ერთხელ ვიძახი რომ აქაც მესმის რომ ბავშვი იყო შეიძლება უმეტესობა მაგრამ ამ დროს ის ბავშვი რომელიც შობლასაც მიყავს სტადიონზე იმან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რომ თავისი შვილია და მიუთითოს რა და როგორ უნდა გააკეთოს კიდევ ერთხელ იმავე ბავშვის უსაფრთხოებიდან გამოდივარ იმიტომ რომ 48000 ადამიანში იქ წარმოუდგენელია რა თან სტადიონი დინამო სტადიონი არ არის კარ მდგომარეობაში ხო რაღაც სექტორები დახურული იყო იმიტომ რომ ავარიულია და ესეთი აქტივობები არის საფრთხის შემცველის რაღაც გადავარდნა გადახტომა სირბილი ამდენი ადამიანის ერთად და რაღაც შეიძლება ცუდი რაღაცაც მომხდარიყო ამისგან ახლა გადავრჩით და ღმერთმა დაგვიფარა მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც მოხდა ძალიან ცუდი იყო რა და ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი და რაღაცნაირად ესე ჩამშხამდასავით შეიძლება ითქვას ეგ 9-1 იმიტომ რომ ამ თამაშებამდე ძალიან ისე რაღაც ნერვიულობდა ემოციურად ვიყავი ამ თამაშების მიმართ იმიტომ რომ ხა მაინც რაღაც კავკასიური დერბი იყო არ იყო ეს რიგითი თამაში რა ეგ ის გვაქვს ჯიბრი მეზობლებთან და რავი ვისურვებდი რომ ეგეთი ისინი აღარ განმეორდეს რა მე ჩემთვის პირველი ფეხბურთი რესპექტ აწერია ყველას პატივისცემაზე დგას რა ფეხბურთი და იქ ჩანდა ბიჭებმაც თამაშის მერე ყველამ მამარდამი მათ მეკარე წამოაყენა ქოჩორა იმ თელ ტუნელში ისდა იმასთან ერთად და ამშვიდებდნენ ერთმანეთს და აი ხა ეს სპორტია და ანუ რა რომ თქვა მოვიგეთ თქო ვინმე რომ წააგებს და ლიგიდან გავარდები ახლა და ჩემპიონშიპში ჩადიხარ და სტადიონს წავ და ფენერბახჩე რომ გალათასარაის დასდევს კაი ეგ გავიგე მაგრამ აქ არაფერი არ იყო ხა მაგის მოცემულობა ხო არა უნდა შევძლოთ ემოციების მართვა რა გუნდი რო იზრდება და შედეგები მოდის გულშემატკივრიც მე მეგონა რომ გაზრდილი იყო და ამ ტემში აყოლილი იყო და იმიტომ რომ ეს გერმანიაში ვნახე საოცრებები ვნახე გერმანიაში
რავი, მოწესრიგებული, ლამაზი, კარგი ყველა ადამიანი, რომელიც ჩასული იყო თავის ქვეყნის როგორც ელჩი ერთ-ერთი იქ და კარგად გაიტანა ქვეყნის ტრიბუნებიც დავალაგეთ, ყველამ ერთად ჰიმნიც ვიმღერეთ, ყველაზე მაგრად წითელი და თეთრიც ყველას გვეცვა და ჯგუფიდანაც ერთად გავედით და წაგებული თამაშის მერეც ტაში დაუკრა ნაკრებს ესპანეთთან ყველამ, იმიტომ რომ საერთი მიზნის ირგვლივ ვიყავით გაერთიანებული და ეგ არის ფეხბურთი, ფეხბურთი კულტურა არის და ფეხბურთი სახეა ქვეყნის. არ არსებობს ცუდი ქვეყანა კარგი ფეხბურთით. კარგი ქვეყანა ცუდი ფეხბურთით არსებობს, მაგრამ ფეხბურთი არის ქვეყნის სახე და გამოხატველი მდგომარეობის რაც ქვეყანაშია და რა ვისურვებდი რომ მინიმუმ რაღაც დაფასება უფრო მაღალ დონეზე ყოფილიყო სტუმარი მეტოქის და ჩვენი ფეხბურთელების და ჩვენ ხო ჩვენი ისიც იყო რა სათანადო დააფასეთ მაშინ მაგას აღარ გააკეთეთ. კი ბატონო, თუნდაც ახლა ეგ რაც ვთქვით სასჯელი, იგი ვინ დაზარალდება ხ თურქეთთან გვაქვს შემდეგი ოფიციალური მეჩი სექტემბერში ხ თურქეთთან ახ ცარიას სტადიონზე ჩათვალე 50% გაგლდება უპირატესობა, იმიტომ რომ იქ დაგვახვედრებენ მართლა ჭყალებში ჯოჯოხეთს სტამბოლში სადაც ვთამაშებთ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი თამაში იქნება და არ გავაკეთოთ რა ეგეთი რაღაცები, ფეხბურთელი გვიყვარს ატუსემ გასაგებია სულ მეც მირბენია სურათის გადასაღებად აუტოგრაფისთვის ფეხბურთელთან ერთად ამის წინ ვეხურებოდი ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს ლევონ კოპერს რომ მეთქი რაც მე თამაშის მერე სურათი გადამიღია და აუტოგრაფზე გამოვარდი გონ მეთქი სანამ ავტობუსში ახვიდოდი და ეგ გასაგებია და ძალიან მესმის და არაფერი მაგაში ცუდი არ არის რა თქმა უნდა და ვერავის მაგაზე ცუც ვერ ვეტყვი მაგრამ არის რაღაც ქცევები და ჩარჩოები და მოქცევის საერთო წესები რაზეც შეთანხმდა ცივილური საზოგადოება და იმას არ უნდა გავცდეთ სტადიონზე კიდე ერთი რაღაც მინდა რახან ამდენი ვილაპარაკეთ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდებისთვის და ახალი თაობისთვის და მომავალი თაობისთვის ეს წარმატება რაც ხდება და ზოგადად ჯანსაღი წესი და სპორტული წესი ცხოვრება რამე საინტერესო ხო არ იგეგმება ერთი რაც შეიძლება ჩვენ ვიც გვიყურებს ახლა მათთვის საინტერესო იყოს მომავალში არ ვიცი რაიმე და როგორ ფიქრობ როგორ შეიძლება დავეხმაროთ იმ ადამიანებს რომლებიც რეგიონში არიან რეგიონალური ფეხბურთის განვითარების კუთხით მე მესმის რომ შენი უშუალო მოვალეობა ეგ არ არის და შეიძლება ამაში ექსპერტი არ იყო მაგრამ ერთი რეგიონში როგორ შეიძლება გავაკეთოთ და მეორე აი თუ ხედავ რამე გზებს როგორ შეიძლება შიდა ჩემპიონატზე მაყურებლები მეტი დადიოდნენ და ორივეზე მაგ ჩემი პოზიცია ისეთი თან რომელზეც ძალიან ბევრი მიფიქრია და ეს არ იქნება გამოსული იქედან რომ მე მაგალითად ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი ვარ და რაღაც მაინდა მაინც ისეთი ფორმულა უნდა მოვიყვანო რომ ან რამე ისეთი თქვა ტენდენციური რეგიონებს რაც შეეხება ძალიან აქტიურად აიღო ეგ გეზი ფედერაციამ და პირდაპირ ის არის რა ქვია მიმართულებებია რომ რეგიონ ქუთაისში გავხსენით გაიხსნა მაგალითად ეგრევე უფრო ვიტყვი გაიხსნა აკადემია გაიხსნა გურიაში გაიხსნა ზუგდიდში სამეგრელოში არის ლაგოდეხში თელავში სადაც კვალიფიციური აბსოლუტურად ლიცენზირებული მწვრთნელები მუშაობენ ბავშვებთან ხდება შერჩევა გადასახადი არის სრულიად მოხსნილი ბავშვებს შეუძლიათ იყოფნა განათლების მიღებაც გაკვეთილებიც უტარდებათ და გამომდინარე იქიდან რა რესურსიც გააჩნია ფედერაციას ფინანსური და რაც არის მაქსიმალურად იგივე UEFA-დან მიღებული თანხების სპონსორებიდან აქ FIFA UEFA-ს ბევრი პროგრამები რომელიცაც პერიოდულად ვერთვებით და ვიღებთ მონაწილეობას მაქსიმალურად არის მიმართული ამ მიმართულებით რომ ეს მიმართულები რაღაცით წამოიწევს იმიტომ შე როგორც თქვი რა შეიძლება ხა რაღაცა პრიმიტიულს ვამბობ და რაღაცა ეს ადრე რო იყო ფრაზა პარკეტზე გაზრდილი ფეხბურთელი არ მინახავს რა პარკეტი ხა დღეს არ იქნება პოპულარულად მაგრამ адრე იყო ეგრე ყოველ შემთხვევაში მეც მგონია რომ უფრო რეგიონები ამ თავარი შემომდინებელი ფეხბურთელის წყაროების და იქიდან უფრო ესეთ წყალებში მშიერი და ესეთი მოწყურებული ბავშვები მოდიან რაც ახლა თქო უნდა არ გამორიცხავს თბილისში კარგი ბავშვის დაბადებას და გამოსვლას უკვე ხელა ქალაქია და იმდენი კარგი აკადემია არის დინამოს აკადემია საოცარი ადგილია იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ დინამო შედეგებზე ვერ გადის გუნდი და ვერაფერს აკეთებს აკადემიიდან ფაქტიურად ყოველ წელს ასაკობრივ ნაკრებებში ახლა 9 და 10 ფეხბურთელია ხოლმე ერთ ასაკობრივში დინამოდან გამოძახებული მარტო ერთი დინამოდან ეგ მგონია მაინც გამოსავალი რა რაც მე ვთქვი ხა აკადემიების გაკეთება და პლუს მეორე კითხვა ებმება პირველ კითხვას რა როცა იქნება ძლიერი გუნდები რეგიონებში მაგათაც ძლიერი ქუთაისის ტორპედო ნიშნავს ქუთაისში მეორე კარგ ბაზას და ცენტრს რომ იქ ხა თუა GFF აკადემია ქუთაისი აქეთ ტორპედო ქუთაისის აკადემია არის რომელიც იქ რაღაცა იმაში უნდა შევიდეს იქ ვიღაც ბავშვი თუ ნახანი ჭიერი ტორპედო წაიყვანს თუ GFF აკადემიაში წავა შიდა კონკურენცია უნდა იყოს იქ ზუგდიდში კარგი გუნდი რო იქნება ზუგდიდში და ის სამეგრელოში რაც ცალკე არ მიყვარს ეს კუთხური დაყოფა, მაგრამ მე არის მეგრული არსებობს რა, ნიჭი სხვანაირია რა ვიცი, რა სხვა არის ეგ უნდა ვაღიაროთ და ერთაი
ალბათ თავარი მაინც გონია ინვესტორების ნაკლებობა რა. ფეხბურთი გადის ინვესტიციას. ფეხბურთი არის მომგებიანი სპორტი. ეს არ არის რაღაცა ინვესტორული. ამ ხელა ჰაიპია ფეხბურთზე და ალბათ ეხლა ევროპის ჩემპიონატის მერე რომ არ ვიცი რა. აი მაგალითად ადრე მქონდა კოკა-კოლა ხო თემურ ჭყონიარს ძალიან უყვარს ფეხბურთი და ძალიან მაგრად ერკვევა რა. მე არ მეგონა თუ თემურ ეგრე ერკვეოდა ფეხბურთს და ეგრეთ მიყვებოდა პროცესებს რა. მე მქონია საუბარი და რაღაცა შევხვედრილ ვართ ისედაც რომ ისეთი რაღაც დეტალები უთქვამს რომ მეთქი ახლა ამან ესე უყურებს ფეხბურთი ძალიან მაგარი ჩართულია რა. აი რა ვიცი რა პრიმიტიულად რო ვთქვა რა 10 თემურისნაირი ტიპი რო ჩაერთოს ფეხბურთში და გუნდი აიყვანოს რა ვიცი შეიძლება ისეთი დონის ჩემპიონატი გაიჩიტოს და გაკეთდეს რომ არ ვიცი რა თან ეგ ფეხბურთი რა აქვს ყველაზე მაგარი რა რას კარგი ქუთაისის ტორპედო სიტყვაზე აგარ არის ოცეველი რომ უცებ ადგუნში მოვიდეს 10 ინვესტორი კარგი ქუთაისის ტორპედო მონსტრი ტორპედო ნიშნავს რომ დინამოსაც ავტომატურად უწევს მე რაღაც ლეველის აწევა რომ იმასთან რაღაც ბოლაში იყოს რა მე ეს გორი წამოეწევა ბათუმის დინამო რა იყო ადრე ხო სინერგია ეგ იყო ადრე ხო ანუ ვიჯორჯიში რომ თამაშობდით ჩვენ გავხდით ერთხელ ჩემპიონები ერთხელ ვერ გავხდით მაგრამ მაშინ ქუთაისიც გახდა მაგ პერიოდში ჩემპიონი იყო ამერი იყო ლოკაღა გუნდები სიონი გახდა კი როგორ არასაუბარია მაგარი გუნდი იყო და ეგ მგონი ხდება რაც ვთქვი მე დიდად სიღრმეებში არ ჩავშლობ და პრიმიტიულად ვთქვი მაგრამ მაინც ეგ არის რა მარტო ფინანსებზეც არ არის ხდება ვიღაც გაიჭით აქ არის საჭირო კარგი ბიზნესი კადრები საჭიროა ძალიან პრობლემატურია კადრები რა დეფიციტურია მაგრამ უბრალოდ როცა გუნდს კარგი მენეჯერი მართავს და ძლიერი მენეჯმენტი ჯგუფი მართავს ავტომატურად გულისხმობს ის პროცესი მე კარგი კადრირებას და კარგი მას რეკრუტინგს იმიტომ რომ მე კაი სოციმედია მინდა გავაკეთო მე მინდა კარგი იურიდიული ჯგუფი მყავსახურებოდეს და არ შეეშალოს საბუთი და კონტრაქტი გაკეთება მე მინდა რომ აკადემიაში ესპანელი თვალები ჩამოვიყო რომ მინდა რომ ფიზიოები და ეს ძალიან მიბმულია ეს პროცესები ერთმანეთზე მე ბევრი ისეთი ისტორია მსმენია რომ ბავშვს საშუალება არ აქვს იაროს გუნდში და ასე შემდეგ რა და აი იყო ნეპოტიზმის შემთხვევებიც მაგრამ ტყუილ არ დავსვი ეს კითხვა მე ბოლოსკენ იმიტომ რომ მე ამ თემას ვერ გავშლი სამწუხაროდ უბრალოდ რა ხდება ეხლა არ ვარ ჩახედული მე და აქედან გამომდინარე მე არ მინდა ისეთ თემაზე ვილაპარაკო რაც კარგად არის მეც რო გითხრა მიუხედავად იმისა რომ აქ მუშაობ ამ სფეროში ვარ ისე არ მინდა ჯერო დავხატო რომ რაღაც ყველაფერი ნათელფერებშია და რაღაცაში გავფრინდით და ძალიან ბევრი პრობლემებია და ძალიან ბევრი გასაკეთებელია და ძალიან ბევრი სამუშაოა რა თქმა უნდა მაგრამ ის რომ თუნდაც ევროპაზე გავედით რაღაც 21 ხა ევროპას ითამაშებს საფხულზე ბევრი რაღაც კეთდება რა რაც კიდევ ერთხელ შეიძლება ფეხბურთელებზე აქაც მაინც იგივეა რა გვერდიდან და გარედან და ვითმოდეს გომერროგორც ქვეყანაში ეს პოლარიზების რთულად და სხვანაირად აღიქმება მე ხარ როგორც ადამიანი რომელიც უშუალოდ ადგილზე უყურებ ხედავ იგივე ცდილობებს ვინ რას აკეთებს როგორ აკეთებს ჩემთვის მაინც სხვანაირად აღიქმება მაგრამ კიდევ ერთხელ ხას უსვამებ და ვამბობ რომ მეტია გასაკეთებელი მეტია საშრომი მეტია იმიტომ რომ რესურსი არსებობს მართლა და ადრე რომ რაღაცა იმათ მეჩვენებოდა ირონიათ რომ ეს მამაც ჩემი რომ მეუბნებოდა ხოლმე რომ კანწით რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ და რაღაც მე დავიჯერე საფეხბურთზე და ეხლა მყარად მაქვს ეგაცი რომ ჩვენ ვართ საფეხბურთო ქვეყანა რა იმიტომ რომ გვაქვს სისხლში გენში და რაღაც გენეტიკაში რაც თუ იქნება უფრო მეტი პირობები და უფრო მეტი რესურსი მეტი კვარა წამოვა მეტი ჩაკვე წამოვა მეტი ზუგრიკო წამოვა მეტი მიქაუტა წამოვა და მეტი ნინიაშვილი წამოვა და მეტი რატი ანტრონიკაშვილი და დღეს მეკარეობა გაბელიას მერე მე მგონი მეკარეობა ეგეთი პრესტიჟული არ და ის თემა რომ მივამთავროთ რაც დავიწყეთ ფეხბურთს რა გავლენა მოაქვს მართლა ჯანსაღი ცხოვრების წესი რა ფეხბურთზე რა არის თუ ყველა ფეხბურთს არ ითამაშებს ჯანმრთელი ბავშვია გუნდური ბავშვია ურთიერთობებს გაიღრმავებს სხვა мотиваცია ექნება ცხოვრებაში და ხო მართლა ყველა ფეხბურთს და არ აქვს სხვა ითამაშებს ადაპიროვნება შედგება კი და ეხლა ჯანმრთელი იქნება და სხვანაირი იქნება კი და ეხლა გამოვიყენებ რაღაცნაირ პლატფორმას და ერთი რამე მინდა ვთქვა რომ მე ხლა ხან შემეხმიანენ ადრეც იყო ეგეთი შემთხვევა უბრალოდ ადრე გავიგე ეს ინფო რა და მოკლედ ყვარელში კალათბურთი ძალიან ანუ თურმე ერთი ბიჭია რომელიც ახლა ჯერ არ მინდა ვთქვა ვინ არის როგორ არის მე ვაპირებ რომ მაგასთან დაკავშირებით რაღაცა კამპანიის მსგავსი იქნებ გავაკეთო რომ რახან ნაცნობობა მაქვს რაღაც სხვადასხვა ცნობად სახეებთან და ასე შემდეგ გამოვიყენო ეგ და იქნებ რომ ვინმე არ ვიცი ინვესტორმა ან თუნდაც ბიზნესმენმა მოგოქციოს ყურადღება თუ არა და მაშინ იქნებ რა ვიცი ესე მეგობრების ჩართულობით მინიმუმი მაინც გავუკეთოთ ძალიან ხა კალათბურთი რომ მიყვარს და გიждები უკვე 1000 ჯერ იცის ხალხმა და არ შევაწყენ ხალხს თავს რატომ მაგრამ ის რომ ბავშვები ესეთი მონდომებულები არიან ყვარელზე მაქვს საუბარი და კახეთზე მაქვს საუბარი არა აქვს ისეთი პირობები, რა თქმა უნდა, რაღაც მცდელობები იქაც არის და თქვათ მოედანი ისე და დარბაზი დაუთმეს ისე და ასე შემდეგ, მაგრამ
არ არის განვითარებული კალათბურთი სამწუხაროდ რეგიონებში, განსაკუთრებით კალათბურთი. ამიტომ თუ ვინმე აი ახლა თქვათ გვიყურებს, ან თუ ვინმეს ისეთი გვიყურებს, ვისაც შეუძლია რომ ხმა მიაწვდინოს ვინმეს, უბრალოდ ვიტყვი რომ ძალიან მინდა ამ ბავშვებს დავეხმარო, იმიტომ რომ უამრავი ვიდეო ჩამიგდეს მესენჯერში და ну როგორ გითხრა რა ჯერ ძალიან ოჯახური ატმოსფეროა მე მწნელი არის ძალიან ჩართული ბავშვების პირად ცხოვრებაში რა ხდება უმნიშვნელოვანესია ის რომ იქ მოდის ბავშვი კახეთში და კალათბურთს თამაშობს მე მიდის სახში იქ სტეფ კარის ან ვიღაც ლებრონ ჯეიმს უყურან კეიდის უყურან მოვიდა მე იმაზე ინსპირირებული ჩააგდო ამით ცხოვრობენ რა და ანუ მათთვის ახლა ის რაღაცა ჯილდოები რომელსაც მიიღებენ ან თუნდაც ახალი ბურთები ან ახალი ფორმა ან რამე ნებისმიერი რამე რაც ყურადღებაში ჩაგვეთვლება და უკეთეს პირობებში მოუწევთ მათ რა ვარჯიში რა ძალიან მაგარი რამე არის იმიტომ რომ აგერ ფაჩულიეს მაგალითზე ვიცით ხო მაშინ მთელი ქვეყანა რომ All Stars პონჩი ფეხზე დავდექი და ამის თავდაცვის სამინისტროს რომ სასას All Star-ობა სიტყვა #სასას ხო ისე დღემდე იქ რაღაცა შეცვალეს წესი ხო მაგის წესიც კი შეცვალეს იმხელა ზეგავლინა მოახდინა ამიტომ თუ გვინდა რომ ყავდეს მაგარი კალათბურთელები, კიდევ უფრო მაგარი კალათბურთელები, აუცილებლად უნდა მივაქციოთ მეგობრებო ყურადღება რა მაგას. და რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ მათ. მე შევერთები ამ თხოვნას და ეგ მეც ხშირად შემხვდები ახლა მეგეთი ენთუზიასტები და ძალიან მიყვარს და მე ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე თუ რაღაცა ვინმე გვერდში დაუდგება და მე შევეცდები თუ ვინმეს რამეს მივაწვდენ ხმას ძალიან გამისწორდება და კარგი იქნება თუ გაულამაზდებათ ეგ კალათბურთო ცხოვრება უფრო და კარგი რეჟიმში იქნება. ნელითაც აქტოვანებული ვარ, იმიტომ რომ რაც ჩამიგდო ვიდეოები და რაც მანახა იქ ბავშვ დაბადების დღე აქ ტორტით მოსვლები და ხო ხდები ან მათთვის არის რა რომ ბევრი ბავშვისთვის იქ მისვლა არის შვება, იქ მისვლა არის ბედნიერება და ხანდახან ამ ცხოვრებისეული რაღაცა გარკვეული გამოწვევები მათი მშობლების, მათი გამოწვევები და ასე შემდეგ აი მაგალითად ერთი ეგეთი შემთხვევა მომიყვა რა ადამიანმა ვინც ეხა ეს მომწერა და ვინც ამის საქმის კურსში ჩამაყენა რომ ბავშვს ერთი სული აქვს როდის მოვაო მაგრამ ერთხელ დამირეკა და მითხრაო რომ ვერ მოვდივარო და მიზეზიო მოიყვანაო რაღაცაო რაც ზუსტად ვიციო რომ არ იყო ეგ მიზეზიო იმიტომ რომ ვერ ეუნებოდა რომ თქვათ ან ბოტასის პრობლემა ქონდა ან გაჭირების პრობლემა ქონდა და აი ეგეთ სიტუაციებში თუ დავეხმარები და მაქსიმალურად ოღონდ ამ დროს კონცენტრირდებით არა ნარატივზე არამედ უშუალოდ ბავშვებზე მათზე როგორ იქნებიან უკეთ ეგ იქნება ძალიან მაგარი ამიტომ რა ვიცი თუ ვინმე საშუალება გექნება და მე Facebook-ზე მინდა რომ რაღაცა პატარა ვიდეოსავით გავაკეთო და მეგობრებსაც ვთხოვო ძალიან გამიხარდება ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი და ალბათ ერთი 7 პოდკასტი რო ჩავწეროთ კიდევ ვერ ამოვწურავთ იმდენი თემა არსებობს და იმდენ რამეზე შეიძლება ლაპარაკი მაგრამ მე მინდა წარმატება გისურვოთ ასევე წარმატებებს გისურვებ ჩვენ ნაკრებს ყველა თითოეულ ადამიანს რომელიც ჩვენს ნაკრებში კიდევ ერთხელ აღნიშნავ მხოლოდ ფეხბურთელებს არ გულისხმობ რა თქმა უნდა ფეხბურთელებს ძალიან სტაფს და თითოეული ადამიანი ვინც ცდილობს რომ წარმატება მოვიდეს ვინც ამისათვის შრომობს და ამისათვის ბევრი რამე შეიძლება პირადი გვერდზეა გადადებული იმისათვის რომ საერთო წარმატება იყოს იმიტომ რომ მე მჯერა რომ წარმატება მსხვერპლის გარეშე არ მოდის თითოეულ ადამიანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო რა იმიტომ რომ ფეხბურთით მართლა საფეხბურთო ქვეყანა ვართ მართლა ამით ვცხოვრობ და აი ამ საგიჟეში ამდენ გამოწვევებში ამდენ უბედურებაშიც მაინც ადამიანი რომელიც თუნდაც 2 საათი დაჯდება და აივიწყებს ამ ყველაფერს შეხედავს გაუხარდება და ცოტა ხანი მომენტუმში იქნება იმ წამში იქნება და იმ აწმყოში იქნება ასე ვთქვათ არის უდიდესი мотиваცია ბედნიერება და რაც თავარია ძალიან ჯანსაღი თაობის საწინდარი ამისათვის ყველას მადლობა ვინც მადლობა შემოწევისთვის. საინტერესო სასიამოვნო იყო აკოფნა და წარმატებებს გისურვებ როგორც პოდკასტთა გადაცემას ისე პირად ამბებში და მადლობა კიდევ ერთხელ. პოდკასტსაც ესე დავასრულებ რომ night subscribe, like და ვინგი და სტუმრად ეგეც დაწერეთ. მიყვარხართ პოდკასტს.